საღამოშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. Როგორც ჩანს, გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე მეორედაც მივა. ყოველი შემთხვევისთვის ამ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას მისი პარტიის წევრების განცხადებები იძლევა. გახარიას კომისიაზე მეორედ დაბარება მათთვის, ანუ პარტიის წევრებისთვის, მის თანაგუნდელებისთვის, ქართული ოცნების სისუსტესა და გახარიას მიმართ პოლიტიკურ ანგარიშწორებაზე მეტყოლებს. თუმცა, ახლა მთავარი ალბათ ის არის, რამდენად შორს წავა გამოძიება ჩორჩანას საგუშაგოსა და 20 ივნისის საქმეზე და საგამოძიებო კომისიის შემდეგ კიდევ სად დაიბარებენ გახარიას პროკურატურაში თუ პირდაპირ განსასჯელის სკამზე. ეჭვებს ამ მიმართულებით ბოლო დღეების განმავლობაში პროკურატურაში გახშირებული გამოკითხვები ამძაფრებს, რომლის ფარგლებშიც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე გამოიკითხა. გიორგი გახარია ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელმაც ბოიკოტს საგამოძიებო კომისიის გამოკითხვაზე მისვლა ამჯობინა. ასევე ერთადერთია, ვინც უკვე გადაწყვეტით ამბობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. შეცვლის თუ არა გახარიას პოლიტიკურ გეგმებს მის წინააღმდეგ არსებული სამართლებრივი შეკითხვები, რომელიც 6 წლის წინანდელ საქმეს ეხება, შევეცდებით ამ შეკითხვაზე პასუხი გადაცემის პირველ ნაწილში მივიღოთ. წუხელ ირანის მიერ განხორციელებული ახალი სარაკეტო თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებზე სარაკეტო თავდასხმების შედეგად 287 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში. ასევე სარაკეტო თავდასხმების შედეგად განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ავტომობილები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ისრაელში. პარასკევის შემდეგ ირანის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. ამასთან ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანში ისრაელის იერიშის გამო სულ მცირე 224 ადამიანია დაღუპული, მათ შორის არიან მაღალი რანგის სამხედრო ხელმძღვანელი პირები და სულ ცოტა 6 მეცნიერი, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ. ისრაელი აგრძელებს ირანზე მასირებულ სარაკეტო შეტევებს, მათ შორის დაზიანებულია ბირთვული ცენტრი ქალაქ ნათანზში. ისრაელმა უპრეცედენტო დარტყმა მიაყენა ირანის ელიტას, ირანის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შეკავების ძალების მნიშვნელოვანმა ზიანმა კი შესაძლოა მთლიანად შეცვალოს ძალთა ბალანსი ახლო აღმოსავლეთში. რამდენად სერიოზულად დაზარალდა ირანის ბირთვული პროგრამა და რეალისტურია თუ არა რეჟიმის ცვლილება ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, ამაზე ჩვენ გადაცემის მეორე ბლოკში ექსპერტებთან ერთად ვისაუბრებთ. სულ ცოტა ხნის წინ დაიბომბა თეირანის სახელმწიფო პროპაგანდისტული ტელევიზიის შენობა, სხვათა შორის პირდაპირ ეთერი მიდიოდა, როდესაც სარაკეტო იერიში განხორციელდა, კარგად ჩანს ეს ყველაფერი კადრებშიც და ამ წუთებში მსოფლიო მედია ავრცელებს კადრებს თუ როგორ იწვის თეირანში სახელმწიფო მაუწყებლის შენობა, სხვათა შორის ვიდრე ეს სარაკეტო იერიში განხორციელდებოდა, სახალმა გააფრთხილა თეირანის მოსახლეობა, ოფიციალური შეტყობინება გამოსცა, რომ აპირებდა სარაკეტო იერიშს თეირანის შემოგარენში, მათ შორის იმ ტერიტორიაზე, სადაც სახელმწიფო არხის რედაქცია არის განლაგებული. ამ თემაზე ვრცლად სტუმრებთან ერთად გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი კახა ქემოკლიძე, გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი უნდა შემოგვიერთდეს. მოგესალმებით ბატონო კახა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რა თქმა უნდა, პირველი შეკითხვა, რომელიც თქვენთან მექნება, ეხება იმას, აპირებს თუ არა გიორგი გახარია მეორედ მივიდეს საგამოძიებო კომისიაში გამოკითხვაზე, თუმცა მანამდე უნდა ვთქვა, რომ ძალიან მძიმე მუხლებით არის აღძრული ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, სისხლის სამართლის საქმე 318-319 მუხლები არის და ასე შემდეგ, თუმცა ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, საუბარია იმაზე, რომ
ხდებოდა საქართველოს ომში ჩართვა. შეიძლება ძალიან მარტივად ასე ინტერპრეტირდეს მუხლები, რომლითაც დაწყებულია გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით. პირველ რიგში თქვენი ასე ვთქვათ მოლოდინი როგორი ან შესაძლოა უკვე გაქვთ ინფორმაცია აპირებს თუ არა გახარია მივიდეს საგამოძიებო კომისიაზე. მოგესალმებით ქალბატონებმა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ჩართვისთვის. თქვენ ახსენეთ გრძელი მუხლები, ასე ვთქვათ, რამდენადაც გრძელია მთლიანად ჩამონათვალი ამ მუხლების, იმდენად აბსურდულია და ამავდროულად კომიკური თქვენ წარმოიდგინეთ. ეს არის შემდგარი ფაქტი. პირველადი რეაქცია ჩვენი სწორედაც ამაზე იყო. ქართული ოცნებისგან ზოგადად უბრალოდ აღარ გვიყვირს, ამიტომ საუბრობთ, გვიწევს უფრო სწორად საუბარი ამ თემებზე სერიოზული სახით. თორე ნორმალურ დაალაგებულ ქვეყანაში ალბათ რა ვიცი, ჭკუათმყოფელი, საღადმოაზროვნე ადამიანს მსგავსი საკითხის საერთოდ წინა პლანზე წამოწევა ალბათ თავში არც მოუვიდოდა, რაც არ უნდა მძიმედ ჰქონოდეთ განზრახული ბატონი გახარიას დაზიანება, პოლიტიკური დაზიანება, თქვენ წარმოიდგინეთ. იმდენად აბსურდული მუხლია და იმდენად შავი თეთრზე არის მთლიანად ეგ საქმე ზოგადად, რომელიც ჩორჩანის უკავშირდება, რომელიც საიდან მოიტანეს დღემდე მე თვითონ გაყურებული ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ. რომ არ ვიცი. ანუ რატომ არ არსებობდა, მაშინ არ არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ ხომ უშუალოდ იყავით აი ამ საგუშაგოს ჩადგმის პროცესში ჩართული, როგორც უსაფრთხოების საბჭოს მაშინდელი ხელმძღვანელი, თუ არ ვცდები? უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელის მანდატი არ იყო საგუშაგოს ჩადგმა, არ ჩადგმა, მაგრამ რეალურად ანუ ის რომ საოკუპაციო ხაზზე ჩორჩანას ტერიტორია იყო ძალიან პრობლემური და დე-ფაქტო ხელისუფლებას განზრახული ჰქონდა უდიდესი ტერიტორიული ერთეულის მიტაცება, შემდგარი ფაქტი იყო დადასტურებული ანალიტიკურად კონკრეტული ფაქტების საფუძველზე, კონკრეტული დაკავებების საფუძველზე, გაცხადებული პოლიტიკური გზავნილების საფუძველზე და ოპერატიული საფუძველზე, ამავდროულად რომელიც ქმედითად დასტურდებოდა არა მარტო ჩორჩანის მიმართულებაზე, არამედ სხვადასხვა გეოგრაფიულ ლოკაციებზე მთლიანად საოკუპაციო ხაზის გასწვრივ 350 კილომეტრიან ზოლს გულისხმობს. ამიტომ ეს ყველა მიცოდა არახალი იყო. ყველამ ვინ, აი ბატონო კახალ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი იყავით მაშინ. პირადად იყავით ჩასული ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოზე და მაშინაც ამბობდით, რომ ეს იყო, ასე ვთქვათ, სწორი გადაწყვეტილება ჩორჩანაში ამ საგუშაგოს გამართვა. ანუ აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა თუ არა მაშინდელ ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, ანუ უნდა გავიგოთ თუ არა ასე, რომ მაგალითად თქვენ როგორც თქვენი ლიდერი, როგორც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, თქვენ როგორც უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და დანარჩენები არ ვიცი ვინ ეთანხმებოდით, რომ ეს იყო ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება იმ კონკრეტულ მომენტში და მაგალითად სუსი იყო წინააღმდეგი, ვიღაც კიდევ იყო წინააღმდეგი. გეტყვით, მე არანაირი ინფორმაციას არ ვფლობ იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე იყო წინააღმდეგი სიმართლედ თუ გინდათ. ამას ძალიან გულწრფელად ვიძახი, იმიტომ რომ იმდენად შავი თეთრზე იყო ჩორჩანის საკითხთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ემოქმედა, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული რისკები იყო არა მარტო ჩორჩანასთან დაკავშირებით, არამედ სხვა 27 ტერიტორიულ სეგმენტთან დაკავშირებით, რომ შავი თეთრზე შემდგარი ფაქტი იყო. მე არ ვიცი ახლა ვინ ბატონ გახარიასთან კომუნიკაციაში ვინ რას საუბრობდა, მე მაგდონის ჩინოვნიკი არ ვიყავი, რომ მაგ კომუნიკაციას შევსწრებოდი სიმართლე თუ გინდათ, მაგრამ ჩემ დონეზე, ანუ და მათ შორის იმ კოლეგების დონეზე, ვისთანაც მე კომუნიკაცია მქონდა ზოგადად სხვადასხვა უწყებებში, შემდგარი კონსენსუსი იყო. ბევრი წლის განმავლობაში, არა მარტო მაგ კონკრეტულ დროის მონაკვეთში, სხვათა შორის, იმიტომ რომ ჩორჩანის ეპიზოდი, როგორც აი ნელი მოქმედების ნაღმი, ისე იხარშებოდა, ასე ვთქვათ. ისე იყო ჩართული. რამდენიმე წლის განმავლობაში, იმიტომ რომ იქ ფაქტიურად ბორდერიზაციის პროცესი რამდენიმე წლით ადრე დაიწყო, დაკავებები იყო, გაჩერებები იყო, შემოთვლა იყო კონკრეტული გზავნილის გამოგზავნა იყო ცენტრალური მთავრობის მისამართით და ადგილობრივი მოსახლეობის მისამართით, რომ ის ტერიტორია უკვე ითვლებოდა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის
ისტორიულ ტერიტორიად და იქ ქართველები არ უნდა შესულიყვნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, საათობით შემიძლია ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით. ბატონო კახა, ნახეთ, ვახტანგ გომელაური როგორც მაშინდელი სუსის ხელმძღვანელი რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა პროკურატურაში გამოკითხვაზე. დღეს გამოკითხვაზე იყო მისი მაშინდელი მოადგილე და ახლა საგამოძიებო კომისიის წევრი არის თუ არ ვცდები, ალექსანდრე ტაბატაძე. მან თქვა, რომ უსაფრთხოების სამსახური არ ეთანხმებოდა ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმას, რადგან არ იყო შესაბამისი კოორდინაცია ჩორჩანაზეც რომ ყოფილიყო ანალოგიურად კოორდინაცია ყველა სამსახურთან, ვფიქრობ გარკვეული ეტაპების განხორციელების შემდეგ ჩვენ მიზანს მივაღწევდით. ანუ მაშინ რაზე საუბრობს ეს ადამიანი, რომ არ ეთანხმებოდა სუსი და საუბრობს რომ კოორდინაცია არ იყო. ანუ თქვენ გიყვართ ხოლმე თქმა, რომ ერთადერთი, ასე ვთქვათ, მინისტრი იყო თუ პრემიერი იყო გახარია, რომელიც რიგს აკითხებს ერთპიროვნულად საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტდა. ხომ არ იყო ესეც იმ საკითხთაგანი, რომელზეც გახარია არავის არაფერს დაეკითხა და თავად მიიღო გადაწყვეტილება, რადგან ასე მიაჩნდა სწორად სხვების წინააღმდეგობის მიუხედავად. მე არ ვიცი ამ საკითხთან დაკავშირებით, ანუ ინდივიდუალურად ბატონი გახარია რას ფიქრობდა, მაგრამ ფაქტი შემდეგი არის რეალურად, რომ კოორდინაციის და კონკრეტული, ასე ვთქვათ, ურთიერთკავშირის და ინფორმაციის გაცვლის გარეშე შეუძლებელი იყო იქ რაიმე ღონისძიების გატარება. როგორც მინიმუმ, ყველაფერი იცოდა. ამაზე უნდა შევთანხმდეთ. მათ შორის დადასტურებულიც აქვს თვითონ, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ გზა გახავდათ, გზარისთვის გახავდათ, ანუ უკაცრავად პასუხია ხაჭაპურის იმის, რა ქვია, გასაყიდი მაღაზია უნდა გაეხსნათ თუ რა უნდა გაეკეთებინათ, ანუ გზა რო გახავდათ, სწორედაც გზის გაყვანის სამუშაოები ითვალისწინებდა საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, საგუშაგოს ჩადგმას. და მაგას თავის мотиваცია ჰქონდა. რო იძახიან, რომ აი სხვა სცენარი ჰქონდა, რა სცენარი ჰქონდათ, ანუ ეგ არის საინტერესო. მე აბსოლუტურად ყველა სცენარი იყო მაგიდაზე წარმოდგენილი და ამ სცენარების შესახებაც იცოდნენ ზუსტი ინფორმაცია ინდივიდუალურად ყველამ აბსოლუტურად. ალბათ სცენარი, რომელიც თავიდან აგვარებდა 100 ჰექტარი ტყის დაკარგვას, რაზეც ახლა არის საუბარი, ეს არის მილიონი კვადრატული მეტრია, ანუ უფრო მეტად ასე ვთქვათ, დაასურათეს ის შედეგი, რომელიც მათი თქმით მივიღეთ ჩორჩანას საგუშაგოს დადგმით და ასევე ხაშურის რაიონის რამდენიმე მოსახლე, რომელიც მანამდე საოკუპაციო ხაზის აქეთ იყო, დარჩა საოკუპაციო ხაზს მიღმა. ეგ როგორი განცხადებებია იცით, ქალბატონოე, ამას გეუბნებით როგორც ადამიანი, რომელმაც, რა ვიცი, ხვლიკების დონეზე ვიცი ადგილობრივი, ასე ვთქვათ, გეოგრაფია და ლანდშაფტი თქვენ წარმოიდგინეთ. რომ მე მინდა მშვიდობა მსოფლიოში, ჩვენც გვინდა რომ ტერიტორია არ იყოს ოკუპირებული, ცხადია, ჩვენც გვინდა რომ საოკუპაციო ხაზი იყოს მაქსიმალურად დაცული. თუ ამაზე უკეთესი რამე ჰქონდა წარმოდგენილი, რატომ არ წარმოადგინეს მან? არ წარმოუდგენია, არ იყო ამაზე მსჯელობა. ბატონო კახა, სწორედ ამას გეკითხებით, როდესაც ამბობთ, რომ ყველაფერი იცოდა, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ეთანხმებოდა გახარიას გადაწყვეტილებას. შესაძლებელია არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ საბოლოო ჯამში პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, ანუ მამუკა ბახტაძემ. მესმის, რასაც მეუბნებით და აბსოლუტურად ლოგიკური არის, ხო ანუ მაგრამ მე გეუბნებით, მე გპასუხობთ, რომ მე ამ ასე ვთქვათ, უთანხმოების შესახებ ინფორმაცია არც მქონდა და არც დღემდე მაქვს. მეტიც, ანუ ყველაფერი იცოდა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩემი ინფორმაციით ყველაფერი იცოდა, იმიტომ რომ შეუძლებელია მარტივი ლოგიკა, გენიოსობა არ არის აუცილებელი, რომ რაღაც განსაკუთრებული სიღრმისეული ანალიზი სჭირდებოდეს ამ ფაქტს. 9 დღის განმავლობაში 4-5 სამინისტრო რამდენიმე სახელმწიფო უწყება მუშაობდეს ადგილზე. წინსწრებად ინფორმაცია გქონდეს, რომ გზა უღრანტყეში რო გაგყავს, ხო, ანუ სუპერმარკეტის გახსნა ხო არ გჭირდება ადგილზე, ხო? ხო იკითხავ, რისთვის გაგყავს გზა? ფულს რო ხარჯავ, ბიუჯეტია, კონკრეტული ადამიანები მუშაობენ, იმ ადამიანებს უსაფრთხოება სჭირდებათ, იქ გდდ-ს თანამშრომლები ხო არ გაიყვანდნენ გზას? კონკრეტული ადამიანები, საქმის სპეციალისტები, გზის გამყვანი ადამიანები მუშაობდნენ ჩემი ინფორმაციით, ხო, აი, მარტივ ლოგიკას გავყვეთ. ანუ ეს ინფორმაცია რო გაქვს და ამავდროულად დღეს გამოდიხარ და იძახი რომ თურმე ომის დაწყების რისკი იყო და იმას რა ქვია ტრაქტორებს ხო არ გავაჩერებდითო ტრაქტორები კი არა ტანკები და დივიზიები უნდა გაეჩერებინათ თუ მართლა ომის დაწყების რისკი იყო და თუ ასეთი რისკი იყო რატო არ დაიწყო მაშინ ომი მარტივი კითხვა ლოგიკური კითხვა მაქვს ხო რისკი იყო რატომ არ დაიწყო ომი რატომ მოხდა ომის თავიდან აცილება ხო ანუ მაგ ლოგიკას რო გავყვეთ საოკუპაციო ხაზზე ომის დაწყების რისკი არსებობს ნებისმიერ დროს.
და შემიძლია 10-ულობით, 20-ულობით ინციდენტი ჩამოვწვალო, როდესაც კონკრეტული ცეცხლის გახსნის ინციდენტები ყოფილა, ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს, როდესაც ომის დაწყების რისკი მაგ ლოგიკას გავუყვებით. მაგრამ რატო არ იწყებოდა ომი მთელი ამ წლების განმავლობაში? იმიტომ რომ ვიღაცა აზროვნებდა, ვიღაცა რისკებს საზღვრავდა და ვიღაცა რისკების კალკულირებას აკეთებდა. შედარებითი ანალიზის დონეზე ამავდროულად. შინაარსში რო შევიდე. აქ ამაზე ვსაუბრობ, თორე იმაზე კი არა, ვიღაცა ეთანხმებოდა და ვიღაცა არ ეთანხმებოდა. თქვენ გაქვთ მოლოდინი, რომ კი ბატონო კახა, თქვენ გაქვთ მოლოდინი, რომ მამუკა ბახტაძესაც დაიბარებენ გამოკითხვაზე, მას შეუძლია თქვა საბოლოო ჯამში რა ასე ვთქვათ რა ტიპის დისკუსია თუ კომუნიკაცია თუ კოორდინაცია იყო ამ საკითხთან დაკავშირებით შეუძლია თუ არა მას იყოს ამ შემთხვევაში უფრო მიუკერძოებელი ობიექტური ინფორმაციის წყარო ქალბატონო ემა მე არ ვიცი ბატონი ყოფილი პრემიერი ბატონი ბახტაძე დაიბარებენ თუ არა ერთი მხრივ და მეორე მხრივ თუ დაიბარებენ ის რას იტყვის ან წარმოდგენა არ აქვს უნდა დაიბარონ თუ არა ეს მითხარით მაშინ მე მიჩნდება მკაფიო საფუძველი მე მიჩნდება აი დავასრულებ თქვენი თემათით მე მიჩნდება მკაფიო ლოგიკური დასკვნა თლიან აი ამ ესე იგი ვაკხანალიასთან დაკავშირებით რომ ეს არის ბატონ ივანიშვილის პერსონალური შურისძიების საკითხი და არაფერ შუაში არ არის არც ჩორჩანა არც საოკუპაციო ხაზი არც არაფერი აბსოლუტურად თქვენ წარმოიდგინეთ 64 კილომეტრზე არის გაყვანილი ოკუპაციის ხაზი ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 2013 წლის თებერვლიდან დღემდე დაახლოებით მეტი არა რაც მე მახსოვს ჩემი ძველი ინსტიტუციური ცოდნიდან და აფხაზეთის მიმართულებით სადღაც 56-57 კილომეტრი თქვენ წარმოიდგინეთ რამდენი სოფელია რამდენ სოფელშია რომელიც საოკუპაციო ხაზი ანუ ეგრეთ წოდებული ოკუპაციის ხაზიდან ახეთ მხარეს არის ანუ გადმოწეული ამ ადამიანებს ერთი კითხვა არ დაბადებიათ მაშინ და ერთი საკითხი ერთი ასე ვთქვათ აზრი არ გასჩენიათ რომ რა უნდა გაკეთდეს რომ ეს ოკუპაციის ხაზი გაჩერდეს ამ ადამიანებს კითხვა არ გასჩენიათ 1922 წლის ეგრეთ წოდებული ისტორიული ოსეთის რუკარო წამოწიეს დე ფაქტოებმა და 27 სხვა ტერიტორიულ ერთეულზე რო პრეტენზიას აცხადებდნენ საჩხერის ხაშურის ქარელის გორის კასპის დუშეთის თრუსოს ხეობის და კობის ქვაბულებზე. ისტორიულ ისეთ მიწებზე, რომელიც აი შოქში ჩაგაგდებდა თქვენ წარმოიდგინეთ. და ამათ არ გასჩენიათ სხვათა შორის კითხვა, მათ შორის გუგუთიანთკარში. როდესაც რა მოხდა გუგუთიანთკარში, მაყურებელმა რო იცოდეს. 450 მეტრზე 2019 წელს სანამ ჩორჩანაში საგუშაგო ჩაიდგებოდა, 450 მეტრზე გაავლეს ოკუპაციის ხაზი ოღონდ რუსებმა კი არა სხვათა შორის დე ფაქტო ცხინვალის ეგრეთ წოდებული სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლება. ეს იყო პირველი შემთხვევა მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც რუსეთის ფსბ გვერდით გაიწია და ფაქტიურად ბორდერიზაციის პროცესის პასუხისგებლობა აიღო პირდაპირ ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებულმა დე ფაქტო ხელისუფლებამ. მესმის, მაგრამ დავაზუსტებ პროკურატურა ამ შემთხვევაში ამბობს, რომ საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების, ასე ვთქვათ, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, ანუ ჩორჩანას შემთხვევაში ყველა ეს რისკი არსებობდა. ალბათო ნოემა, მაგ ჩამოთვლის ფაქტიურად აკლია ერთი ურანის გამდიდრების პროგრამის, ესე იგი, ოჯახურ პირობებში წარმოება და წყალბადის ბომბის დამზადება, რომელიღაც სადარბაზოში, არ ვიცი, ნუ აი, კომიკურია უბრალოდ. მართლა კომიკურია, ანუ რეალურად სახელმწიფო უწყებები აი ამ აბსურდით რო არ იყვნენ დაკავებულები, უნდა, რა ვიცი, უნდა გვეცინა. ამაზე სატირალი რო არ იყოს, თქვენ წარმოიდგინეთ, ამას ძალიან გულწრფელად ვიძახ. და გუგუთიანთკარზე რო ვახსენე, ანუ აი დეტალი მინდა ერთი მნიშვნელოვანი, ეშმაკ დეტალებში იმართება. გუგუთიანთკარში ბორდერიზაცია ორი კვირით ადრე რაც მოხდა ჩორჩანაში, გამოიცანით რა მოხდა. გავლებული მავთუხლათები, რომელიც მანამდე 2016-2017-ში უკვე დამონტაჟებული ჰქონდათ რუსებს. დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლება აიღეს და ჩვენს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოიტანეს. წარმოიდგინეთ სიღრმეში და 450 მეტრ სიგრძეზე. და მოიქციეს წყლის ნაგებობა მათ შორის, სათავო ნაგებობა, რომელიც იმ კონკრეტული სოფლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ამაზე რატო არ საუბრობენ?
ამ დროს არის ხო ეროვნული ინტერესები და ეროვნული ინტერესების ღალატი? ამ დროს არის ხო საგუშაგოს ჩადგმის აუცილებლობა? ამ დროს კითხვა არ გასჩენია თუ ეს კაცო დედმამიშვილი, ეს კაი დედმამიშვილი რუსეთის FSB-ს თანამშრომლები რატო აღარ აკეთებენ ამას? მანამდე რო აკეთებდნენ და ეხლა ოსებმა რო დაიწყეს ამის კეთება და ამავდროულად გონებაში რო იცი 1922 წლის ლუკის პროექტი ჩაშვებულია და რუსოს ხეობაზე როა პრეტენზია დუშეთის რაიონს. ამაზე რატო არ საუბრობ? კი ბატონო, ბატონო კახა. ჩორჩანაში დაკავებები არ იყო, რა დაკავებები არ იყო, ძალიან მაინტერესებს. ან თქვენ ამბობთ რომ თქვენ ბატონო კახა, თქვენ ამბობთ რომ ეს სხვა არაფერია თუ არა ბიძინა ივანიშვილის პერსონალური შურისძიება გიორგი გახარიას მიმართ. აი თუ ასეთი დარწმუნებული ხართ რომ ეს არის პერსონალური შურისძიება და აი ამ ძიმე მუხლებს სიმართლე გითხრათ არ ასე ვთქვათ მომიძებნია რა ვადით პატიმრობას ითვალისწინოს, მაგრამ აი განცდა მრჩება რომ ალბათ სამუდამო პატიმრობა არის ასეთი მძიმე დანაშაულისთვის გათვალისწინებული. მაშინ რა აზრი აქვს თანამშრომლობას თუნდაც საგამოძიებო კომისიის ფარგლებში? რატომ მიდის საგამოძიებო კომისიაზე, რატომ პასუხობს გამოკითხვის შეკითხვებს გიორგი გახარია, თუ კი დარწმუნებული ხართ და აპრიორი იცით რომ ეს არის პოლიტიკური შურისძიება პერსონალურად გიორგი გახარიას წინააღმდეგ. აი რას გააძლევთ მათთან ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობის ეს რეჟიმი? ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობის ეს რეჟიმი მე არ ვიცი თქვენ რას გულისხმობთ, მაგრამ არამრავი თანამშრომლობის რეჟიმი არ არის. საბოლოო ჯამში ბატონი გახარია თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად უნდა წავიდეს და წამოვიდეს ის სრულყოფილი უпроსურად ჩამოყალიბებული ადამიანია და თვითონ იცის ესე იგი რა უნდა გააკეთოს. მაგრამ ის რომ მარტივ მაგალითს გეტყვით, ის რომ აი ამ სიმართლეს ეხლა მე რასაც გიყვებით დეტალების დონეზე, არც რუსთავი 2 რო არ აშუქებს და არც იმედი რო არ აშუქებს. არავის დედამიწის ზურგზე არ ჩვენს კომენტარს რო არ აშუქებენ, წარმოიდგინეთ გარდა იმ ამოჭრილი რაღაც წინადადებებისა, რომელიც თვითონაც ხო რო დისონანსი შემოიტანონ და აბსოლუტურად კონტექსტს მიღმა რაღაც არანორმალური საინფორმაციო დეზინფორმაციის კამპანიები აწარმოა. აი ამასთან დაკავშირებით არის სწორედაც ინფორმაცია მისატანი ქართულ საზოგადოებასთან, ივანიშვილთან და ოცნებასთან კი არა, ამათ არაფერი არ ეშველება. ამათ საკუთარი გადაწყვეტილება მიღებულია. ამ საკითხზე წარმოიდგინეთ ჩორჩანის საკითხს. ერთადერთი საკითხი იყო პერევთან ერთად წარმოიდგინეთ რა, რითაც ქართულ ოცნებას უნდა ეამაყა თქვენ წარმოიდგინეთ. როდესაც პოლიტიკური გზავნილი იყო დაფიქსირებული პოლიტიკური აქტის დონეზე, რომ ბორდერიზაციასაც აქვს საკუთარი წითელი ხაზები თქვენ წარმოიდგინეთ. ამას რო აქცევ აი ესეთ დონეზე და საკუთარ კოლეგებს რო აიძულებ ყოფილ თანამშრომლებს, რომლებიც გაქებდნენ, გადიდებდნენ შენთან ერთად კურს იტეხდნენ და შენთან ერთად ჭიქას გიჭახუნებდნენ სხვადასხვა სუფრებზე. და ამავდროულად დღეს ჩვენებებსაც ემინებენ ყოფილი პრემიერის წინაშე თანაც რაზე ხალბატონოება კორუფციაზე კი არა, ადამიანების წამებაზე კი არა, იმის მიტაცებებზე კი არა, ქონებების გადაფორმებაზე კი არა და ათასუბედურებებზე, რომელშიც თვითონ არიან გახლართულები, რომლებიც მილიონერები გახდნენ, მინისტრები და მინისტრის მოადგილეები, ამას როგორც ყოფილი მაღალი თანამდებობისპირი მე გეუბნები და ამაყად გეუბნები, რითაც რომ მივედით, იმითვე რომ წამოვედით. თქვენ წარმოიდგინეთ და ეს ადამიანები რომ ბედავენ და პრეტენზიას რო აცხადებენ ჩორჩანის თემაზე 65 კილომეტრი ისე რომ გაუვლეს, წარმოიდგინეთ რომ ხმა კრინტი არ ამოუღია და ამის ნახევარი ლამის რო აქეთ ოკუპაციის ხაზს მიღმა რო არის ჩვენს მიერ კონტროლება ტერიტორიაზე და ეს ადამიანები რომ დღეს ბედავენ თურმე გახარიამ რომ ტერიტორია რო დაიცვა, როგორ მოახერხა ეს ყველაფერი. ეს არის ყველაზე სამწუხარო. აი ეს დამართა ამ ადამიანებს და ეს დამართა რეალურად ფულმა და ძალაუფლებამ. და ეს არის წითელი ხაზი. ადამიანი შეიძლება იყო პოლიტიკურად გაბრაზებული შენს თუნდაც ყოფილ კოლეგაზე, რომელიც სხვა გუნდში გადავიდა, აი ნეიტრალური. რა მოხდებოდა? გახარიას რომ არ მიეღო ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს ჩადგმის გადაწყვეტილება, აი როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები? ხომ ამბობენ დღეს მაშინდელი თანამდებობების პირები და ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომ გახარიას გადაწყვეტილება მოიტანა ის, რომ 1 მილიონი კვადრატული მეტრი ტყე ტყის ფართობი ჩვენ დავკარგეთ და ქვეყანა გადარჩა, ასე ვთქვათ, ომში ჩათრევას, ხომ? მოვლენების მოვლენების ესკალაციას, აი რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, გახარიას რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო?
გახარიას ჯერ ერთი რო ანუ არავინ არის ის საბოლოო ჯამში რამდენი რა არის, ესე იგი, მათთვის შეიძლება დაკარგულია, მაგრამ არაფერი დაკარგული არ არის. მაგ ლოგიკით მაშინ მთლიანად ტერიტორიები ქონია დაკარგული და საერთოდ რა აზრი აქვს მაგ საკითხზე მსჯელობას თუ დაკარგული გვაქვს ყველაფერი, ხო ანუ ეს ყველაფერი დროებითია საბოლოო ჯამში, მაგრამ თქვენს კარგ კითხვაზე და მადლობა ამისთვის აბსოლუტურად რომ არ მომხდარიყო მაგ საგუშაგოს ჩადგმა, წარმოიდგინეთ, მარკირებული ჰქონდათ კილომეტრ ნახევარზე, ლამის 2 კილომეტრამდე ჩვენს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე უკვე ეგრეთ წოდებული საზღვარი. ხაზიდან 350 მეტრში უკვე სასაზღვრო ბანერი ჰქონდათ დამონტაჟებული იმ ლოკაციაზე, სადაც საგუშაგო ჩაიდგა. ტალკის ქარხანაზე მოლაპარაკებები ჰქონდათ უკვე დაწყებული რუს ინვესტორებთან, რომელიც უნდა მიეთვისებინათ და იმ ფული ჩაედოთ მან და შემდეგ ფული ეკეთებინათ დე-ფაქტოებს ამავდროულად და ადამიანების დაკავება მიდიოდა, ადამიანების გაფრთხილება ამავდროულად, რომ თურმე ეს ტერიტორია ისტორიული ოსეთის მიწა იყო და ფეხი არავის არ უნდა დაედგო არც პოლიციას და არც საქართველოს მოქალაქეებს. ევროკავშირის მონიტორინგის მისია ვეღარ შედიოდა ლანდშაფტიდან და პრობლემური გარემოდან გამომდინარე, წარმოიდგინეთ. და ამ ყველაფრის გათვალისწინებით დღეს ეს ადამიანები იძახიან, რომ თურმე ესე იგი რაღაც ტერიტორია დავკარგეთო. რა მოხდებოდა იცი? 10 ჯერ, 15 ჯერ და 20 ჯერ უფრო მეტ ტერიტორიას მიითვისებდა დე-ფაქტო ხელისუფლება და ამას ზარზეიმით გაგიკეთებდნენ. მე გეტყვით რა მოხდებოდა ჟენევაში და IPRM-ზე. რუსები იტყოდნენ, რომ ჩვენი ხარ ვართ, რაც გინდა ისქენით, ჩვენ ფეხი არ დაგვიდგავს, აგერ ელაპარაკეთ ოსებს. რამდენი წლის განმავლობაში გეუბნებოდით, რომ დელიმიტაცია და დემარკაცია უნდა გაგეკეთებინათ ეგრეთ წოდებულ ცხინვალ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან. გეუბნებოდით? დაუდასტურებდნენ, რომ გეუბნებოდნენ, კი. და სწორედაც ოსებიც იტყოდნენ, რომ გინდათ ეს ტერიტორია, მაშინ გავაკეთოთ დელიმიტაცია და დემარკაცია მთლიანად საზღვარზე 350 კილომეტრიან ზოლზე და გავნაწილდეთ, რომელია ჩვენი ხაზი და რომელია თქვენი ხაზი. მიამის მომსწრე ვიყავი 8 წლის ნახევრის განმავლობაში. ეს ხალხი რო ლაპარაკობს, გახარია 3 წელი მუშაობდაო იქო. გახარია რომ 3 წელი მუშაობდა და ესენი რომ მუშაობდნენ რამდენიმე წლის განმავლობაში 1-2 წლით მეტი. მე მუშაობდი 8 წელიწად ნახევარი მაგ მიმართულებას. წინა ხელისუფლების დროს საგუშაგო ავწიეთო, ერთ-ერთი სპიკერი იძახდა ზარდიანთკარშიო, ჩვენი ხელისუფლების დროს, ზარდიანთკარში მაგათი ხელისუფლების დროს კი არა, წინა ხელისუფლების დროს აიწია საგუშაგო და მაშინ არაფერი არ მომხდარაო, ნურას უკაცრავა. მაშინაც გადმოწიეს, მაშინაც უფრო სწორად ჩააყენეს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგუშაგო იქ ზარდიანთკარში. ჩრდილოეთ მონაკვეთში. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 4 ერგნეთის შეხვედრა გაიმართა და გვემუქრებოდნენ, რომ ან საგუშაგოს აიღებთ, ან ძალით აგაღებინებთ. და 40 თუ 45 ქართველის 45 კომლი ოჯახი დაბრუნდა იმ კონკრეტულ მონაკვეთზე. ჩემზე დეტალებში ეგ არავინ არ იცის. რაღაცაზე რო საუბრობენ, ფაქტებით უნდა ისაუბრონ. და ფაქტები არის სწორედაც ეგ, რომ არ მომხდარიყო მაგ საგუშაგოს და საერთოდ მაგ ღონისძიების განხორციელება, გაცილებით უფრო დრამატულად დიდი ტერიტორია იქნებოდა პირდაპირ მნიშვნელობით მითვისებული. და მათ შორის აღმართული ოკუპაციის ხაზი, ეგრეთ წოდებული აი ფაქტებით საუბართან დაკავშირებით მექნება რა ბოლო შეკითხვა. ჩვენ გვახსოვს, როდესაც გიორგი გახარია იყო საგამოძიებო კომისიაში გამოკითხვა, საკმაოდ ვრცლად ისაუბრა მათ შორის ჩორჩანას თემაზე. თუ ის მიიღებს გადაწყვეტილებას და მეორედაც გამოცხადდება საგამოძიებო კომისიაზე, ექნება თუ არა რაიმე ახალი დეტალი სათქმელი და რაც მთავარია, ეხლა რაც შეეხება ფაქტებს, შეუძლია თუ არა გიორგი გახარიას დაადასტუროს, რომ ეს არ იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ანუ ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას მასთან ერთად ინაწილებდნენ კოორდინაციაში მყოფი სხვა თანამდებობის პირები. შეუძლია ეს დაადასტუროს? არსებობს თუ არა რაიმე დოკუმენტი, რომ განიხილა საკითხი, არ ვიცი, შინაგან საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოებასთან ერთად, არ ვიცი, პრემიერთან ერთად ისიც იყო საქმის კურსში, ან შესაძლებელი არ ვიცი, ჩატში მიმოწერა არსებობდა ამ თემასთან დაკავშირებით, რომ რა გავაკეთოთ, რა არის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი. შეუძლია თუ არა გახარიას იმის დადასტურება, რომ მხოლოდ მასზე არ მოდის პასუხისმგებლობის ტვირთი, კარგია თუ ცუდია ეს გადაწყვეტილება, ამას ახლა არ განვიხილავთ. ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით. ალბათონო ემა, გიორგი გახარიას ნაცვლად როგორ გიპასუხოთ? მით უმეტეს იმ დონეზე მე კომუნიკაცია არ მქონია მაღალი თანამდებობის, ასეთი მაღალი თანამდებობის პირებთან. არ ვიცი, გულწრფელად გეუბნებით, არ ვიცი, მაგრამ გიორგი გახარია თვითონ ისაუბრებს.
გიორგი გახარიას არაფერი არ აქვს დასამალი პირიქით თქვენ წარმოიდგინეთ. ეს არის საქმე, ყველაზე სასაცილო რა არის იცი? ეს არის საქმე წარმოიდგინეთ, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში უდიდესი ტერიტორიული ერთეული შენარჩუნებული იქნა წარმოიდგინეთ. რაც არ უნდა ატრიალონ აქედან, იქიდან, იმასაც ამბობენ, რომ ოკუპაციის ხაზი აქეთ მხარეს არ გადმოწეულაო, იმასაც ამბობენ, რაც მარტივად გითხარი, ზარდიანკარი ჩვენ დროს გავაკეთეთ, ანუ წინა ხელისუფლების დროს ჩადგმულ საგუშაგოზე საუბრობენ, იმასაც საუბრობენ, ზარდიანკარში არაფერი არ მომხდარაო, ანუ არ იციან დეტალები. წარმოდგენა არ აქვს დეტალებზე და ეს ადამიანები საუბრობენ ისეთ რაღაცაზე, რაც არის ან გადმოცემით იციან ვიღაცეების მხრიდან. რომლებმაც შეიძლება ის დეტალები იცოდნენ, მაგრამ ამდენს პოლიტიკურად რო ხარშავენ, რომ ეს საქმე შეიკეროს, რაღაცეები უნდა მიაკლ-მოაკლო, უნდა ამოჭრა. და ამიტომაც არის ეს საქმე ასე ხელოვნურად манипуლირებული, თორე რომელიც უადმყოფელს დაებადებოდა გონებაში თქვენ წარმოიდგინეთ, ჩორჩანის საკითხის, ყველაზე საამაყო საკითხის, თუ კი ქართულ ოცნებას რამე გაუკეთებია, სისხლის სამართლებრივი რაღაც საქმე წამოეწვა. მოკლედ ელოდებით გაქვთ მოლოდინი, რომ აი რაც არ უნდა მტკიცებულებები წარადგინოს გახარიამ და რა დეტალებზეც არ უნდა ისაუბროს, ქართულ ოცნებას გადაწყვეტილი აქვს მისი დაკავება? ამის მოლოდინი გაქვთ? ქალბატონო ემა, ქართული ოცნებისგან აღარაფერი აღარ უნდა გაგვიყვანოს. ბატონი ივანიშვილი იძახდა თვითონ წინა წლის ოქტომბრის 21 რიცხვში, რომ გაბრაზებული ვარო და გამწარებული ვარ გახარიაზე და მის გუნდის წევრებზეო და სათითაოდ უნდა დავიჭიროთ, რომ ამაზე მყარი და უყვარი მტკიცებულება, რომ პირდაპირ მნიშვნელობით, ესე იგი, ფაქტიურად შურისძიების კონკრეტული ხელოვნურად შეკერილი საქმე არის, მეტი რაღა გვინდა, ხო ანუ? თან ადამიანს კოკაინში კობას რო აბრალებდნენ და თანახებდნენ, თან თავს უკრავდნენ, დღეს კიდე კომიკური განცხადებები გაკეთდა, ანუ ესე იგი, წარმოიდგინეთ, საგუშაგო ჩაიდგა 24 ოქტომბერს, 24 აგვისტოს და ერთი კვირის თავზე 8 დღის შემდეგ პრემიერად რატომ ასე ვთქვათ დააწინაურეს ის პრემიერ-მინისტრობის თანამდებობამდე ამაზე მივიღეთ გადაწყვეტილება განმარტება რომ ის იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე ის მაინტერესებს თუ აი ასე განვითარდა მოვლენები გახარიასთან დაკავშირებით თქვენს პოლიტიკურ გეგმებზე. რატო იყო მიღებული, რატო არ ეკითხებით მაგას, რა პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ ექნება შესაძლებლობა დამერწმუნეთ, რომ ვკითხავ დეტალურად. არ მაქვს ამის შესაძლებლობა, თორემ აუცილებლად ვკითხავდი სიამოვნებით თანაც ძალიან დიდი ინტერესით. მაქვს ეს უკმარისობის გრძნობა. იძახიან რომ Deep State-მა დაგვანიშნინაო. კაცო, Deep State-მა როგორ უნდა დაგანიშნინოს პრემიერი? თუ ცუდი პრემიერია, ხო დაგაზიანებდა, ხო ანუ? შემდეგ კაი ჯანდაბას 39-ში დაანიშნინეს Deep State-მა, მაგრამ 20-ის არჩევნებზე რატო წარადგინა ისევ პრემიერად? რატო იყო პირველი ნომერი? ისევ Deep State-მა დაურეკა, ეხლა რაღაცა ელემენტარული კრიტიკული აზროვნების უნარი. ბოლოს ვინმე შეცდენია? კი ბატონო კახავ, ძალიან გადავცით დროს და ბოლოს ძალიან მოკლედ მიპასუხეთ, ოღონდ ძალიან გთხოვთ კონკრეტულად, თუ ასე განვითარდა მოვლენები გახარიასთან დაკავშირებით, ანუ დაკავებას ვგულისხმობ. იქონებს თუ არა ეს გავლენას თქვენს პოლიტიკურ გეგმებზე? ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას გეკითხებით? არა, ვერ იქონიებს, ვერაფერი ვერ იქონიებს, ანუ იდეაში ჩვენს გუნდზე ვერც იქით, ვერც ერთი მხრიდან და ვერც მეორე მხრიდან ჩვენი მკაფიო პოზიციონირება არის, რომ ემზადებით რეალურად არჩევნებისთვის და ეს პოზიცია არ დაგვიმალია. და ეს უნდა ყველამ გაითავისოს, ანუ ჩორჩანა პირდაპირ გითქვამთ, მოდი ასე ვთქვათ. ბრალდება იქნება თუ ურანის ესე იგი გადატანა და გამდიდრება, ანუ ამას მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ წარმოიდგინეთ. ქართული ოცნება რეალურად გასული არის ადეკვატურობის, რა ვიცი, ყველა ჩარჩოთა. თვითონვე იციან ეს. და სად მივლენ ამ გზაზე? ან გახარია რომც დაიჭირონ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებთ. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ნებისმიერი სცენარისთვის ქალბატონო. ლიდერის გარეშე ამას გეკითხებ. ნებისმიერი სცენარი არის შესაძლებელი. კეთილი. მადლობა. კახა ქემოკლიძეს გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენთან ერთად. ლევან ცუცქირიძე პარტია თავისუფლების მოედანი ლიდერი. მოგესალმებით, უსმენდით გახარიას გუნდის წარმომადგენლებს. მოდი ჯერ ცოტა ასე ვთქვათ
შორიდან არ არის ყველაზე ისეთი ცხელი ამბავია, მეორე დაიბარეს საგამოძიებო კომისიაში გიორგი გახარია. პირველ დროსაც მივიდა, ნახეთ რა გამოხმაურება. არავინ არ მოიწონა მოკლედ ოპოზიციონერი კოლეგებიდან მისი ეს გადაწყვეტილება, თუმცა მას თავისი არგუმენტაცია ჰქონდა, რომ მიდიოდა იმისთვის, რომ ნიღაბი ჩამოეხსნა ქართული ოცნებისთვის, ემხილებინა და საკუთარ მოედანზევე დაემარცხებინა. რომ ამდენად გამოვიდა, ეს უკვე ძალიან სუბიექტური შეფასებების საგანია. ეხლა დღეს რაც მოვისმინე ოპოზიციონერი ლიდერებისგან, ამბობენ, რომ მეორედ მაინც აღარ უნდა მივიდეს, იმიტომ რომ ასე თამაშებიან, შოუსთვის უნდათ გამოიყენონ და ასე შემდეგ. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა მივიდეს თუ არა გახარია მეორედ საგამოძიებო კომისიის გამოკითხვაზე? მე ვფიქრობ, ეს არის მისი პირადი და პოლიტიკური არჩევანი და რა ვიცი, თვითონ გადაწყვიტავს ამას გამომდინარე საკუთარი რისკების გაზომვისგან, რომელიც აქვს და ასევე იმ პოლიტიკური შედეგებიდან ან ზიანიდან, რომელიც აქედან შეიძლება მიიღოს. რომდის საკითხია პირადი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მანამდე იყო საუბარი, რომ კარგი იქნებოდა ოპოზიციას ერთიანი პოზიცია ჰქონოდა მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა, არ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ადგილობრივ არჩევნებთან მონაწილეობა, არ მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამიტომ გეკითხებით, ანუ თუ კი ცალკეული ოპოზიციური პარტიების თუ მათი ლიდერების ქმედებები განსხვავებული ქცევა აზიანებს პოლიტიკურ პროცესს, ამ შემთხვევაში ალბათ აქვს მნიშვნელობა მივა ითანამშრომლებს თუ არ მივა მეორედ უკვე. კი, ზუსტად ამიტომ პასუხობთ ამას, რომ არსებობდა პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება, რომ არ უნდა მისულიყვნენ ამ კომისიაზე. გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მისულიყო, გადაწყვიტა ეს საკუთარი პირადი ანალიზის შედეგად და ამიტომ ასე გადაწყვეტს ასე და ამიტომ პასუხობთ ამას, თორე ის პარტიები, რომლებიც ამაზე შეთანხმდნენ, ხედავთ, რომ ერთგული არიან ამ შეთანხმების და მე ამას ძალიან ვაფასებ. გაქვთ მოლოდინი, რომ შესაძლებელია მართლაც მივიდეს გახარიას დაკავებამდე საქმე. თუ კი იზიარებთ იმ ვერსიას, რომ ეს არის ივანიშვილის პირადი შურისძიება გიორგი გახარიას წინააღმდეგ. კი, არ გამოურიცხავ ამას და ჩემი აზრით ეს ერთგვარი ვიცი, გაკვეთილიც არის მათთვის, ვისაც გაკვეთილების სწავლა ადულად არ შეუძლია, რომ შეიძლება რა ვიცი, ბოლომდე უერთგულო ამა თუ იმ სისტემას თუ პარტიას ხო, აი ქართული ოცნების და ამ შემდეგ და იყო მისი ნაწილი, წარმოგაჩენდნენ როგორც ერთადერთ და ყველაზე განუმეორებელ პოლიტიკოს რაღაცა კობახიძის ლექსი ბუზი ბევრი ბზუის გახარიასთან ყველა ამბობდნენ და მე უბრალოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო შეიძლება უბრალოდ აი უბრალოდ მოგისროლონ გვერდზე და დაგალპონ ციხის საკანში და ეს ჩემი აზრით გაკვეთილია მათთვის, ვინც დღემდე ფიქრობს, რომ აი ყველაფერი გაგრძელდება ისე როგორც ახლა არის, ახლა ხომ კარგად ვარ და ხვალაც ასე ვიქნები, ასე არ მოხდება. ესეთი რეჟიმები ასე არ მუშაობენ, ისინი არ მიყვებიან ასეთ ლოგიკას, აი ეს სოციოპატიური ავტოკრატები სხვანაირად აზროვნებენ და მათზე ის რაღაცა რაციონალური, პრაგმატული, პოლიტიკური საკითხები, როგორც ჩვენ ვხედავთ მას, ხო? ეს ასე არ არის, სხვანაირი მოდელებით აზროვნებენ და ამიტომ ეს პრობლემები, რაც ჩვენ ახლა გვაქვს, მარტო იმიტომ კი არ გვაქვს, რომ არანორმალური ხალხის ხელშია ძალაუფლება. ეს არის შედეგი რეალურად კიდევ უფრო ღრმა პრობლემისა. ეს არის შედეგი იმ პრობლემის, რომ დიდი ხნის განმავლობაში ამ ქვეყანაში ნორმალური დემოკრატიის შესაქმნელად ვერავინ ვერ მოიცალა. და აი ხა ჩვენ მარჩიელობთ, მე უსმენდი ამას, აი რამე ჩეტში ხომ არ იყო ამაზე მიმოწერა, ან ვინ მიიღო, როგორ მიიღო გადაწყვეტილება ნორმალურ ქვეყანაში. კი, სუსის მაშინდელი ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ისინი საქმის კურსში არ იყვნენ. ამაზეა ლაპარაკი, კი. ამიტომ ჩვენ რო გქონდეს ნორმალურად ფუნქციონირებადი დემოკრატიული სახელმწიფო, ეს კითხვები კი არ იქნება, ამ კითხვებზე პასუხი გაცემული იქნება შესაბამისი პროცედურებით, სახელმწიფო დოკუმენტებით და ასე შემდეგ. და ეს მათ შორის არის იმათი ბრალიც, ვინც იყვნენ ხელისუფლებაში თავის დროს და არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ყველას ვისაც შეეძლო ამ ქვეყანაში დემოკრატიისთვის მეტი გაეკეთებინა და არ გაეკეთებინა. ვინც იყო, ვისაც ჰქონდა ძალაუფლება, იქნება ეს ამ ხელისუფლების ნაწილი თუ წინა ხელისუფლების ნაწილი, იმიტომ რომ ყოველთვის ჩვენ აი ამ მიმდინარე კრიზისებში რაღაცეებზე ვკამათობდით, აი ხა რაღაც ამაზე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია, რა თქმა უნდა, რომ ადამიანების თავისუფლება და ასე შემდეგ დგას საქმის სურში, მაგრამ ფუნდამენტი ამ პრობლემის არის ის, რომ ეს საკითხები როგორც არის ნორმალური სახელმწიფოს მმართველობა,
ნორმალური დემოკრატია ქვეყანაში, ანგარიშვალდებული ხელისუფლება, გადაწყვეტილებების გამჭვირვალედ მიღება. ეს მართლა რაღაცა არასამთავრობო ორგანიზაციების და ვიღაც აქტივისტების მოგონილი ტყუილები კი არ არის. ეს იმისთვის არსებობს, რომ ესეთი პრობლემები აღარ შეგვექმნას და ამას რომ ხალხი ქირქილით და არა ამის მნიშვნელობას აკნინებდა, ეხლა მოვედით იქ, სადაც ვართ, სამწუხაროდ და ეხლა არის ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ეს ყველაფერი გამოსასწორებელი. ხო, არ ვიცი, რას გულისხმობთ და კიდევ არსებობს თუ არა ერთობლივი ძალისხმევის მოლოდინი, როდესაც აგერ ქემოკლიძემ თქვა და თქვენ უსმენდით, რომ სულ რომ დააპატიმრონ გახარია, ისინი არაპირებენ არჩევნებში მონაწილეობაზე თქვან უარი. ლელო ისეთი პირი უჩანს არაპირებს გადაიფიქროს და შეუერთდეს ბოიკოტის მომხრეების, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ნაწილს, თუ მოხდა ისე, რომ გახარია და კოალიცია საქართველოსთვის, რომელიც თქვენ დატოვეთ სხვათა შორის, მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და დანარჩენი ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში დარჩება, მაშინ ერთიანობას ზოგადად რა აზრი ექნება ამ პროცესს? რომელიმე მხარეს, ან არჩევნებში მონაწილეობას, ან ბოიკოტის რეჟიმში დარჩენას. ჩემი აზრით, ყველა უნდა მოიქცეს ისე, როგორც ის თulis მართალს და როგორც ის თulis საჭიროთ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არ მივიღებდით ამ პირობებში, ამ არჩევნებში მონაწილეობას დიდი ხნით ადრე გამოვაცხადეთ, მე სხვათა შორის არ ვაპირებ რაღაც მოღალატეები და შეთქმულები ვუძახო იმ ადამიანებს, რომლებიც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამასთან დაკავშირებით. მე ვთქვი, რომ ეს არის სრულიად არასწორი გადაწყვეტილება, ნაკარნახევი ძველი ლოგიკით, მაგრამ სრულიად ახალ კონტექსტში, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ასევე იმასაც, რომ ბრძოლა და წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ და ჩვენი პარტია, თავისუფლების მოედანი, მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებში არ ვიქნებით თუ ეს ვითარება შენარჩუნდა, გავაგრძელებთ იმას კიდევ უფრო მეტად, რასაც ვაკეთებდით და ჩვენ წილ აგურს, ჩვენ წილ წვლილს ამ ბრძოლაში შევიტანთ წინააღმდეგობით, დაუმორჩილებლობით და კიდევ ბევრი სხვა რამის გაკეთებით. ადამიანები, ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ თუ არჩევნებში არ ხარ, ამ არჩევნებში არ ხარ, მაშინ ვერაფერს ვერ აკეთებ, უბრალოდ კარგად არ იცნობენ არც პოლიტიკას, არც იმას, რა შეიძლება აკეთოს წინააღმდეგობის მოძრაობებმა და მათ შორის არც ჩვენი რეგიონის და არც ჩვენი ქვეყნის იმდროინდელ ისტორიას, როდესაც წინააღმდეგობის მოძრაობებიდან წამოვიდა ზუსტად დემოკრატიის პირველი იმპულსები ამ ქვეყანაში. რატომ მხოლოდ ექსპერტები? გუშინ ნახეთ კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის, რომლის თანახმადაც აგერ რესპონდენტთა 54.9% ფიქრობს, რომ ოპოზიციონმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. ესეთი წესი არსებობს, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს, უნდა დავასახელო, რომ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა რაოდენობრივი ტიპის კვლევა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში ჩაატარა, რომელიც საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2000 რესპონდენტს დაეყრდნო, გამოყენებულია პირისპირ ინტერვიუს მეთოდი, რესპონდენტთან შედგა პირისპირ ინტერვიუ, რაც შეეხება შერჩევით ცდომილებას, განსაზღვრულია +-2.2%, მთლიანი შერჩევისთვის და 95%-იანი სანდოობით მონაცემები შეწონა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების სქესი, ასაკი, განათლების დონე, რეგიონები, ქალაქი, სოფელი, აგრეთვე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით კვლევა სოციალური კვლევის და ანალიზის ინსტიტუტმა ამერიკულ ორგანიზაცია როზნერ რისერჩესთან თანამშრომლობით განახორციელა. ჩავიკითხე ბოლომდე, იმიტომ რომ დამატებით მიზეზს და დაჯარიმების ნამდვილად არ მიცნობ კომუნიკაციების კომისიას. ხო, სად ვიყავით? ხო, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამბავი. სხვადასხვანაირად გაიგო, ანუ ოპოზიციის ნაწილმა გაიგო, რომ 70% აქ ამბობს, რომ არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა და თავად კვლევის მომხრეებმა, ასე ვთქვათ, ან შესაძლებელი არ ვიცი, ამ კვლევის დამკვეთებმა თქვეს, რომ აი ხალხი ამბობს, რომ აუცილებელია ოპოზიცია შევიდეს ადასტურებს, რომ ერთ რამებს ამორჩევლის უმრავლესობის მოთხოვნა არის ცვლილება ქვეყანაში. ხო, ну, ზოგადად კვლევებზე და საზოგადოებრივ აზრზე და პოლიტიკოსის მოქმედებაზე მინდა ვთქვა, როგორც ამის პასუხად, ის იმჯერა, როგორ უნდა იქცეოდეს ასეთ ვითარებაში ადამიანი და მე უშუალოდ ამ კვლევაზეც ან პირიქით ამაზე ვიტყვი ჯერ. ну, თვითონ იაგომაც განმარტა სოციალურ მედიაში შემდეგ, რომ
ოპოზიციურად განწყობილი ამორჩევლების უმრავლესობა ამბობს, რომ მხარს უჭერს თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას, თუ იმასთან ერთად ასევე იქნება საპარლამენტო არჩევნები. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, ჩემი აზრით, გადამწყვეტი ფაქტორი. აი ამის ანალიზი ჩემთვის, ვიღაცისთვის შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს გადამწყვეტი. ეხლა რაც შეეხება საზოგადოებრივი აზრის საკითხებს, ხომ? ჯერ ერთი ეს არის ერთი კვლევა, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვანი განმარტება შეიტანა თვითონ ამ კვლევის მთავარმა ავტორმა, ხო? თავის მერე სოციალურ მედიაში კომენტარებში. მეორე, საზოგადოებრივი აზრი არის საკმაოდ ცვალებადი. და პოლიტიკოსის ამოცანა არის, რა თქმა უნდა, ის, რომ უსმინოს საზოგადოებრივ აზრს, მაგრამ ასევე საზოგადოებას უთხრას ის თუ რისის ჯერა მას და რა არის სწორი. არ ვიცი, ბევრი ასეთი მაგალითი შეიძლება გავიხსენოთ. მაგალითად, მე მახსენდება საზოგადოებრივი აზრი უსაფრთხოების ღვედებთან დაკავშირებით. უმრავლესობა იყო წინააღმდეგი იმისი, რომ ქალაქში და ავტომობილზე ადამიანებს ქონოდათ სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი ღვედის ვალდებულება. ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ეს არ უნდა გაკეთებულიყო, ხო? ვიღაცებს შეიძლება სულაც არ სიამოვნებთ, რომ თან მომრავლდა ამ ბოლო დროს ეგ ამ ქალაქში, რომ რაღაც შეზღუდული სიჩქარით უნდა იარონ ქალაქში და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ პირობებში არჩევნებში მონაწილეობა ეს არ არის ის პირობები, როგორიც იყო ადრე, როდესაც შეიძლება აი რაღაც შერეული სისტემა იყო, შერეული დემოკრატია იყო, რაღაცა ხარვეზები კი ქონდა არჩევნებს, მაგრამ მაინც იყო რაღაც, ჩემი აზრით, ბოლო შანსი მეტნაკლებად კონკურენტული არჩევნებისა, ეს იყო გასული საპარლამენტო არჩევნები, აქ ქართული ოცნება დამარცხდა. შემდეგი არჩევნები აღარ იქნება კონკურენტული, შემდეგი არჩევნები კიდევ უფრო მძიმე პირობებში გაიმართება და ჩვენ თავისუფლების მოედანში ვფიქრობთ და ვთვლით იმას, რომ ეს იქნება არა ბრძოლა დემოკრატიისთვის, არამედ დემოკრატიისთვის ბრძოლის დასამარებაში მონაწილეობის მიღება. ეს არის ჩვენი ანუ თქვენს ორმა მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ეს თქვენს გადაწყვეტილებაზე დარჩეთ ბოიკოტში არ შეცვლის. აი ელენე ხოშტარია მისაუბრა გეგმაზე დღესაც დააკონკრეტა, რომ სამრამეზე დგას პრინციპული ბრძოლა, ეს არის საერთო ეროვნული პროტესტი, რომელიც უნდა გაძლიერდეს, ყველა აქტივისტმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ კოალიცია ვართ მათ გვერდით, ყველა პოლიტპატიმარმა უნდა იცოდეს, რომ ვართ მათ გვერდით. აი თქვენს თავს, როლს, ადგილს აი ამ პროტესტში წინააღმდეგობაში სათხედავთ, შეგიძლიათ აუხსნათ მაყურებელს, რომელიც ემხრობა ჩამოყალიბებულია ამ ეტაპზე და თulis რომ არ შეიცვლის თქვენსავის პოზიციას და დარჩება ბოიკოტის რეჟიმში, რა პერსპექტივა აქვს ბოიკოტს, იმიტომ რომ საუბარი იმაზე, რომ ეს არის ხანგრძლივი ბრძოლა, არის ძალიან ბუნდოვანი, ანუ ხანგრძლივი რას ნიშნავს? შეიძლება ბოიკოტის რეჟიმში დარჩეს ოპოზიცია თავის მხარდამჭერებთან ერთად 5 თვის, 10 თვის, 1 წლის ან 2028 წლამდე პერიოდში? კი, ბატონო, მოგახსენებთ. ჩვენ თავს ხედავთ იქ კიდევ უფრო აქტიურად, სადაც აქამდეც სადაც ვიყავით. ჩვენ ხედავთ ჩვენ თავს სამი ძირითადი მიმართულებით. პირველი ეს არის აი წინააღმდეგობის და პროტესტის გაძლიერება. პროტესტის ორგანიზება, კიდევ უფრო მისი გაფართოება, მისი ფორმების გამრავალფეროვნება. აი მაგალითად როგორ გითხარით? ბოიკოტის, ჯარიმების გადახდაში დახმარებით ადამიანების, მხარდაჭერით ამ ადამიანების, ახალი შესაძლებლობების შექმნის წინააღმდეგობისთვის, ახალი ფორმების პროტესტის ახალი კერების გაჩენას გულისხმობთ ამ შემთხვევაში. მათ შორის თქვენ ნახეთ ცოტა ხნის წინ ძალიან კარგი მსვლელობა და საპროტესტო მარშები თელავში, რომელიც საკმაოდ ხალხმრავალი იყო ბოლო დროინდელ გამოსვლებთან ერთად და ანუ კიდევ მრავალი სხვა რამის გაკეთება შეიძლება. აი კიდევ რისი, იმიტომ რომ ნახეთ ამ ბოლო 7 თვის განმავლობაში რაღაცა ჩვენ რას ვაკეთებთ, ხო, რის გაკეთებას აპირებთ, რომ რაღაცნაირად ზეწოლა იქონიოთ ქართულ ოცნებაზე, იმიტომ რასაც ახლა ვუყურებთ, თითქოს თანაცხოვრება ისწავლა ქართულმა ოცნებამ აი ამ პროტესტთან, იმიტომ რომ ჩვენ გვინახავს მასშტაბურიც, მწვავეც მოვლენები მთელი დეკემბრის განმავლობაში. კი, და ჩვენ ხედავთ ამ წინააღმდეგობის შედეგებს, ხომ? რა თქმა უნდა, ქართული ოცნება ცდილობს თავის მხარდამჭერებს აჩვენოს, რომ ის ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებით ტკბობას, ხო?
ასე რომ არ არის, მე მგონი ყველა მეტნაკლებად დაკვირვებული ადამიანისთვის ეს ნათელია, ხო? ეს აღარ არის ის ქართული ოცნება, რომელიც იყო საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელსაც შეეძლო ვაშინგტონში, ლონდონში, პარიზში, ბრიუსელში ჩასვლა და უმაღლეს დონეზე შეხვედრების გამართვა. ეს აღარ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღოს გადაწყვეტილება ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე. ამას ვამბობ. ყველაფერი, მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს არ არის, არც არაფერი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. ის რომ ის არის სანქცირებული, ის რომ ის არის არჩევნებში დამარცხებული პარტია, ის რომ ის თავის ყოფილ თანამებრძოლებს დაერია და ისინი რომ ერთმანეთს დაერინեն. პანტაპუნტით რო გარბიან ეს ადამიანები ერთმანეთისგან და ცდილობენ ზოგი ქვეყნიდან გაიქცეს, ვიღაცები ერთმანეთს დაძდევენ, რომ ის არ გაიქცეს. მაგრამ ეს სურათი შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ადგილობრივ არჩევნებში, თუ კი ოპოზიციის ნაწილი მიიღებს მონაწილეობას მათში. შტაბ-ეჭდილება შევქმნა, რომ ჩვენ არ გვინდა არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ გვინდა არჩევნებში მონაწილეობა, ოღონდ ეს უნდა იყოს არჩევნები და არა სპეცოპერაცია, რომელშიც ვიღაც ჯგუფები შევლენ. და აქ წინასწარ განსაზღვრული იქნება ყველაფერი. ჩვენ ვიცით კიდევ უფრო როგორ გაუარესდა საარჩევნო გარემო წინა არჩევნების შემდეგ, ხო? საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია, დაკვირვების შესაძლებლობა აღარ არის. მედიას უკრძალავენ კონკრეტული სიტყვების გამოყენებას. ანუ ვერც დააკვირდება ვერავინ იმ არჩევნებს და რომც დააკვირდეს, მედიას არ ექნება საშუალება მოყვეს ეს ისტორია, ხო? სამოქალაქო ორგანიზაციების ყოფილ თანაკოალიციელებს გახარიაზე რატომ არ გეკითხებით ისეთ, რომ იმიტომ რომ მათ უფრო ახლოს იცნობთ, ხო? ანუ კოალიციაში იყავით თითქმის 1 წლის განმავლობაში, იცით მათი ხედვები, იცით მათი პოზიციები და ამიტომ გეკითხებით, ანუ რადგან თანამშრომლობის ხანგრძლივი გამოცდილება გაქვთ, ალბათ თქვენც გაგიჩნდათ ეს შეკითხვა და შესაძლებელია თქვენთვის პასუხიც გაეცდათ. თუ ამ რისკებს თქვენ ხედავთ, ისინი რატომ მიდიან განზრახ დანაღმულ ველზე? თეორიული არგუმენტები, უფრო შეიძლება ითქვას აბსტრაქტული არგუმენტები არსებობს იმის თაობაზე, რომ აი რა შეიძლება მივაღწიოთ, თუ კი თბილისი გადმოვა ოპოზიციის ხელში, ხო? მაგრამ ეს აბსტრაქტული არგუმენტია და ამას სამწუხაროდ ამ რეალობაში არანაირი პრაქტიკული საფუძველი არ აქვს. არ აქვს პრაქტიკული საფუძველი, რატომ იცით? იმიტომ რომ აღარ არსებობს, უბრალოდ აღარ არსებობს კონკურენციის რეალური შესაძლებლობა. იმიტომ რომ ნებისმიერ მეტნაკლებად კონკურენტულ გარემოში ქართული ოცნება დამარცხდება. ხო? აი, ალბათ გვისმენენ ადამიანები, რომლებიც ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან. ან უფრო მეტად შეიძლება ყოფილი მხარდამჭერები არიან, ხო? ის ხო მაინც ფაქტია ყველასათვის, რომ ქართულ ოცნებას დღეს იმის მხარდაჭერის ნახევარიც აღარ აქვს თბილისში, რაც არჩევნებამდე ქონდა, ხო? აი ძალადობის და ყველაფერი იმის შემდეგ, რაც გააკეთა. ამიტომ კონკურენტული არჩევნები არ იქნება. იქნება ფარსი და ვინც იქნება იქ, ჩემი ღრმარწმენით, აღმოჩნდება აი ამ ფარსის მონაწილე. არგუმენტები ჩვენ თეორიულად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ და ძალიან ბევრი. რას მოგვიტანს თბილისის ოპოზიციაში გადმოსვლა? ეს შემიძლია უფრო მეტი ჩამოვწერომე, ვიდრე ნებისმიერმა სხვა, იმიტომ რომ ჩვენს ბევრი გვაქვს ამაზე ნამუშევარი ჩვენთან შიგნით, მაგრამ ეს არის მხოლოდ ჰიპოთეტური არგუმენტები და ერთ-ერთი მთავარი რამ ჩემი აზრით იქნება აი ამ ყველაფრის შედეგი ის, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამორჩეველი ამ ადგილობრივ არჩევნებზე არ მივა. მით უმეტეს ასეთ პირობებში არ მივა უბრალოდ. ხო, მაგრამ უნდა დაარწმუნოს შესაბამისად ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, იმიტომ რომ აღიარებენ ბოიკოტის მომხრეები, რომ ამ მხრივაც არის სამუშაო, რომ დაარწმუნო ამომრჩეველი, გამოუცხადოს თქვენთან ერთად ბოიკოტი ამ არჩევნებს. რამდენად მიღწევადია ეს შედეგი, იმიტომ რომ იმუშავებს ქართული ოცნებაც ამომრჩეველზე, როგორც საკუთარ თავის ლოიალურ ამომრჩეველზე, ასევე რა თქმა უნდა შეეცდება დამატებითი ამომრჩევლის მოზიდვასაც და აგერ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ 100%-იანი სიზუსტით, რომ იმუშავებს გახარია ამომრჩეველზე, თანაც ორ ფლანგზე, ქართულ ოცნებაზე განაწყენებულ ამომრჩეველზეც იმუშავებს და ოპოზიციურ ამომრჩეველზეც იმუშავებს, მათ შორის მათზე ვისმა, ასე ვთქვათ, პოლიტიკურმა პარტიებმა შესაძლებელია ბოიკოტი არჩიონ და ისინიც გადმოიბიროს და
ლელო 100%-იანი ასე ვთქვათ ალბათობით ვერ მიტყვი, მაგრამ თითქმის 80%-იანი ალბათობით ლელოც იმუშავებს ოპოზიციურად განწყობილ ამ მომრჩეველზე. მე საბოლოოდ არ ვიცი რამდენად ჩამოყალიბებული. ისე რა აუშლის ხელს ეს, იმიტომ რომ მოწოდებები ისმის რომ მოდი დავსხდეთ დებატს, ჩემი შტაბ-ბიჭდება არის რომ ჯერ კიდევ უყურებენ იმას, მაგრამ ამას თავი დავარ. საზოგადოებრივ აზრზე, საზოგადოებრივი აზრი ოპოზიციური ამორჩევლის ამ კვლევაშიც ჩანს. ხო? ამ კვლევაშიც ჩანს რომ ოპოზიციური ამორჩევლის უმრავლესობა ემხრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ამარჩევნებში მონაწილეობას თუ კი ორივე ერთად. ესე წავიკითხე მე არ ვიცი ხარ თლიანი კვლევა არ მინახე მხოლოდ რაღაც დასკვნები მოვისმინე მაშინ რაც ვნახე მედიაში და შემდეგ. ხო, მაგრამ ეს ასე. ამიტომ საზოგადოებრივი აზრი ოპოზიციური ამორჩევლების აზრი თბილისში განსაკუთრებით უკვე ისედაც ნათელია და რაც დრო გავა, რაც უფრო მეტ პოლიტიკურ ლიდერს დააპატიმრებენ. რაც უფრო მეტად ხისტი გახდება ეს სისტემა, მანამ სანამ ის ბოლომდე არ დაიმსხვრევა. რაც უფრო მეტ უსამართლობას ჩაიდენენ, რაც უფრო მეტ ახალგაზრდას დააპატიმრებენ და ჩასვავენ წლებით ციხეში, ხო? მით უფრო ნათელი გახდება ამ მორჩევლისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ რაიმე დარწმუნება ჭირდება, რომ ეს აღარ არის არჩევნები. ეს აღარ არის არჩევნები. ჩვენთვის თავისუფლების მოედნისთვის ძალიან გულწრფელად რო თქვა, ეს არ იყო მოკლედ, რა ვიცი, კლასიკის ამბავია პოლიტიკური პარტიების განვითარების, ხო? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყველა ახალი პარტიისთვის არის ოქროს შესაძლებლობა. რომ განვითარდე, შენი თავი გააცნო ამ მომრჩეველს და ასე. ჩვენთვის შეიძლება აი დიდი პარტიებისთვის შესაძლოა ბევრად უფრო ადვილი მისაღები იყოს ეს ეს გადაწყვეტილება, რომ არ გავიდეს არჩევნებზე, იმიტომ რომ კონდეთ მეტი გამოცდილება, მეტი უფრო ინსტიტუციური შესაძლებლობები, რესურსები და ასე შემდეგ და ასე, რომელსაც შეუძლია გადაატანინოს ეს ბოიკოტი უფრო ადვილად, ხო? ჩვენთვის ეს არ არის ასე მარტივი, იმიტომ რომ ჩვენ ახალგაზრდა პოლიტიკური პარტია ვართ და ჯერ კიდე არ გვარეგისტრირებენ, ხო? იმდენად არ უნდათ რეალურად ახალი პოლიტიკური პარტიების გამოჩენა ქართულ ოცნებას, სინამდვილეში რის წეშინია ეგ არის. მე თუ მკითხავთ, ამიტომ არის რომ ჩვენი ამოცანა არის არა მხოლოდ ის რომ ცვალება და საზოგადოებრივ აზრს ვდიოთ, არა, ჩვენ საზოგადოებას ჩვენი აზრი გულწრფელად მაშინაც უნდა ვუთხრათ, თუ კი ჩვენი აზრი შესაძლოა განსხვავდებოდეს ბევრი ამორჩევლის მოსაზრებისგან და მე ამიტომ ვარ პოლიტიკა, მე მჯერა გულწრფელად ამის კეთების და არა იმის, რომ დღეს ეს მოგწონს, მოდი ამაზე დაგელაპარაკები, ხვალ აღარ მოგწონს, სხვა რამეზე დაგელაპარაკები. და ამორჩეველს შეიძლება ერთხელ და ორჯერ ასე მოატყუო, მაგრამ ის მე ყოველთვის დაიმახსოვრ რომ შეხარ არა თანმიმდევრული პოლიტიკოსი. ჩვენი გარგვინდა. მადლობა ლევან ცუცქირიძეს, პარტია თავისუფლების მოედნის ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. გადაცემის მეორე ნაწილში მოგიყვებით იმის შესახებ თუ რა ხდება ამ წუთებში ისრაელში, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით საჰაერო ძალები საფრთხის აღმოსაფხრელად მუშაობენ. არსებობს თუ არა გარკვეული რისკები იმ შემთხვევაში თუ კი ირანიდან დევნილების ნაკადი გაიზარდა და ისინი საქართველოს საზღვრებს მოადგებიან, რა უნდა გაითვალისწინოს უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს სახელმწიფომ. ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ სტუმრებთან ერთად უკვე გადაცემის მეორე ბლოკში. მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. ცოტა ხნის წინ ისრაელმა დაადასტურა ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე სარაკეტო იერიშის ფაქტი. სულ ცოტა ხნის წინ განცხადება ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა გააკეთა, ჩვენ დავამარცხებთ ირანელ დიქტატორს ყველგან. სწორედ ასეთი წინადადებით, ასეთი განცხადებით გამოეხმაურა ის ირანის სახელმწიფო პროპაგანდისტულ არხზე სარაკეტო იერიშს. ამ წუთებში იბომბება ასევე ირანის მხრიდან ისრაელი, თუმცა ისრაელი ამბობს, რომ ისინი მთლიანად აკონტროლებენ და საჰაერო ძალები მთლიანად აკონტროლებენ სიტუაციას და საფრთხის აღმოსაფხრელად მუშაობენ.
ზურაბ ბატიაშვილი ანალიტიკოსი უნდა შემოგვიერთდეს. მოგესალმებით ბატონო ზურაბ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. სხვათა შორის ვიდრე აი ამ ბოლო სარაკეტო იერიშს განახორციელებდა ისრაელი ირანზე, ოფიციალური განცხადება გაკეთდა, რომ თეირანის შემოგარენს დაარტყამდნენ ისინი, სადაც ეს პროპაგანდისტული სახელმწიფო მედიის რედაქცია მდებარეობდა და მოსახლეობას მოუწოდეს ევაკუაციისკენ. როგორ ფიქრობთ, აი კი არის ცნობილი ორი მიზანი. ისრაელის ორი მიზანი ირანთან მიმართებაში. ერთი, რომ ხელი შეუშალოს მათ ბირთვულ პროგრამას და დიდი ხნით შეაჩეროს ეს ბირთვული პროგრამა და მისი განხორციელების შესაძლებლობები და მეორე არის საბოლოოდ დაამარცხოს ირანის რეჟიმი და მოხდეს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში არსებული რეჟიმის შეცვლა. რამდენად მიღწევადია ეს ორი მიზანი ამ ეტაპზე ისრაელისთვის? მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. სიტუაცია მართლაც ძალზედ რთული და სერიოზულია, იმიტომ რომ რეალურად ეს არის ომი, რომლისთვისაც ორივე ქვეყანა ემზადებოდა 10 წლების განმავლობაში და გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადი აქცენტი ახლა კეთდება საჰაერო კომპონენტზე, უპირატესობა აქვს ისრაელს, ისრაელი უფრო მომზადებული არის როგორც ჩანს ამ ომისთვის და ამ წლების განმავლობაში უკეთ მოემზადა ვიდრე ირანი, რომელსაც დავინახეთ, რომ პირველივე საათებში გაუნადგურეს საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელიც რუსული უხარისხო საჰაერო თავდაცვის სისტემებია, აქედან ვთქვათ და რომელმაც აჩვენა თავისი რეალური ხარისხი ამ ომში. შესაბამისად, ახლა ისრაელის საარგებლობს ჰაერში მოპოვებული უპირატესობით ცდილობს მაქსიმალური შედეგი დადოს და თქვენ რაც ახსენეთ ეს ორი მიზანი, ერთი შეიძლება ითქვას, რომ არის პროგრამა მინიმუმი, ეს ბირთვული იარაღის ბირთვული პროგრამის განადგურება და ინფრასტრუქტურის განადგურება და პროგრამა მაქსიმუმი ეს არის იდეალური სიტუაცია იქნებოდა ისრაელისთვის რეჟიმის შეცვლა, ანუ ხელისუფლების შეცვლა ირანში. ეხლა რაც შეეხება სად იმყოფება ახლა ისრაელი ამ მიმართულებით. პირველი თუ შევხედავთ ბირთვულ პროგრამას, ისრაელმა შეძლო და პირველივე დღეებში მიწის ზედა არსებული ვთქვათ ინფრასტრუქტურა გაანადგურა, მაგრამ მიწის ქვეშ რჩება ორი სადგური ჯერ კიდევ, სადაც პირდაპირი განადგურება შეუძლებელია ჰაერიდან, იმიტომ რომ ერთი ღრმად არის და მიწაში და თან უпростоრეთ კლდოვან იმაში არის, ფენებში არის ეს გაკეთებული და თან ბეტონის როგორც ამბობენ 20 მეტრიანი საფარი აქვს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ არა მხოლოდ ახლა, ანუ გაცილებით უფრო ადრე დაიწყო დივერსიული სამუშაოები ისრაელმა სწორედ აი ამ სამხედრო ოპერაციასთან მიმართებით, ხომ? არც ეს არ უნდა გაუჭირდეთ. არა, შეხედეთ როგორი სიტუაცია იმისთვის, რათა ეს სქელი, ბეტონის სქელი კედელი იყოს განგრეული თუ სახურავი, როგორც კი უნდა დავარქვათ, მიწისქვეშა ამ ინფრასტრუქტურის ამისთვის საჭირო არის 13.5 ტონის მქონე, სიმძიმის მქონე ამერიკული ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები, რომელიც ისრაელს არ გააჩნია. ისრაელს გააჩნია მხოლოდ 1 ტონიანი, რომელიც საკმარისი არ არის ამისთვის და ასევე ისრაელს არ აქვს B2 ტიპის სამხედრო თვითმფრინავები, რომელიც საჭირო არის ამ დიდი სიმძიმის მქონე ბომბების გადასატანად. ეს აქვს სოფლიოში მხოლოდ შეერთებულ შტატებს და ახლა ისრაელი ცდილობს, რომ ამერიკელები გაითანხმოს, რათა მინიმუმ ამ ორ ობიექტზე მაინც რომ იყოს ჩამოგდებული ეს ბომბები, რათა
მან პროგრამა მინიმუმი შეასრულოს ამ ოპერაციის. თუმცა ეს თავის მხრივ ალბათ საფრთხეს შეიცავს, შეიძლება ძალიან დილეტანტურად გამომდის, მაგრამ პარასკევის შემდეგ მუდმივად ისმის ეს შეკითხვა, განსაკუთრებით ფორდოსთან, როცა დიდი აფეთქება მოხდა, რამაც გამოიწვია მიწისქვეშა ბიძგები, ხომ არ გაჟონა, იგივე ხომ არ მოხდა ურანის გაფრქვევა და ხომ არ შეიძლება რომ ეს ყველაფერი ემუქრებოდეს არა მხოლოდ ირანს, არამედ მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც მოკლედ. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, აზერბაიჯანი მუდმივად მონიტორინგს ეწევა ამ მიმართულებით და თუ რაღაცა ისეთი დაახდა ცნობილი, მაშინ მალევე გავიგებთ, იმიტომ რომ აზერბაიჯანი ირანს პირდაპირ ესაზღვრება. ჯერჯერობით ასეთი რამ არ ყოფილა. ადგილზე შემოწმება მიმდინარე ამ ომის გამო ფაქტურად შეუძლებელია რომ დამოუკიდებელი ექსპერტები ჩავიდნენ, ამიტომ რაც არის სიტუაცია ახლა ეს არის. რაც შეეხება პროგრამა მაქსიმუმს, ისრაელი ამ მიმართულებითაც დგავს ნაბიჯებს და ჩვენ დავინახეთ იგივე შეტევები პირდაპირ ირანის სამხედრო პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე და ძალიან დიდი ნაწილი იცით რომ განადგურებულია ფიზიკურად. დღეს მოსალოდნელი არის ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნეტანიაჰუს მიმართვა ირანელი ხალხის მიმართ ოპოზიციურ არხზე და ვნახოთ რა სიტყვის და ახალს რას იტყვის ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ისრაელის სურვილი არის ხელისუფლების შეცვლა ირანში, მაგრამ რამდენად განხორციელებადი არის ეს მეორე საკითხი არის. აქ რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ აი თქვენც ახსენეთ ევაკუაციის გამოცხადება. ხო, ევაკუაცია. კი ბატონო, აი თქვენ საქართველოს როგორ უნდა მოემზადოს, თუ უკვე უნდა ემზადებოდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეკითხვა ისმის არა მხოლოდ ურანის გაფრქვევის რისკებთან დაკავშირებით, არამედ სამოქალაქო მზადყოფნასთან დაკავშირებით. გვაქვს თუ არა სამოქალაქოს თავდაცვის სისტემა ასეთი რისკების წინააღმდეგ, თუ კი მართლაც მიგრანტების საკმაოდ დიდი ნაკადი მოაწყდა საქართველოს, ამ მხრივ უნდა არსებობდეს თუ არა უსაფრთხოების შესაბამისი ზომები, უნდა იქნას თუ არა გატარებული ჩვენს ქვეყანაში, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენის თანაქვეყანა როგორ უნდა ემზადებოდეს ამ ეტაპზე ყველა იმ რისკისთვის, რომელიც მიმდინარეობს აი ამ სამხედრო ესკალაციიდან. მოკლედ დავამთავრებ პირველ იმას წინა კითხვას, რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლების ცვლილების საკითხს, შესაძლო ცვლილების საკითხს, აქ მნიშვნელოვანი იქნება ხალხის განწყობა, როგორი იქნება. ირანი დიდი ქვეყანა, 93 მილიონიანი ქვეყანა და არიან როგორც ხელისუფლების მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. მთავარი არის მოვლენები როგორ განვითარდება. არის მოსაზრება, რომ იმ შემთხვევაში თუ ისრაელმა დაიწყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განადგურება, რაზეც დგას ერთად ირანის ეკონომიკა, ასევე ბუნებრივია ის გადამამუშავებელი ქარხნები, იმიტომ რომ ელექტროენერგიას ამით გამოიმუშავებენ, მაშინ ორი ვარიანტია, ან ხელისუფლების გარშემო მოხდება კონცენტრირება და ვთქვათ გაერთიანება ხალხის, ამ პირიქით ხალხის უკმაყოფილება გადავა ხელისუფლებაზე, რომელიც შემდეგ უმართავ პროცესებში შეიძლება გადაინაცვლოს. ეხლა რაც შეეხება თქვენ კითხვას საქართველოსთან მიმართებაში, თავის დროზე საქართველოს ჰქონდა და ყავდა ინსტიტუტები, მაგალითად უსაფრთხოების საბჭო, სადაც მსგავსი საკითხები პროფესიულ დონეზე კოორდინაცია ეწეოდა და მუშავდებოდა. გეგმები მათ შორის, როდესაც კრიზისულ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცე. კრიზისულ სიტუაციაში ბოლოს როდესაც მოხდება, მაშინ კი არ უნდა დაიწყო ფიქრი, უიდე და ეხლა რა მეშველება. ამისთვის სახელმწიფო წინასწარ უნდა იყოს მომზადებული, თეორიულ დონეზე უნდა ქონდეს გეგმა გაწერილი და მერე მისი უწყებები კოორდინირებულად უნდა ასრულებდნენ ამ ყველაფერს. ახლა როდესაც ქართულოცნებას ფაქტურად მიტაცებული აქვს და გაუქმებული აქვს ინსტიტუტები, არ არსებობს არც საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, ანუ თეორიულ დონეზე არ არსებობს. უწყებებს შორის შეთანხმებული რა საფრთხეები გვაქვს მოსალოდნელი ამ შემთხვევაში, მაგალითად მიგრანტების ტალღა თუ მოგადგა რა შვების, ხო? მიგრანტების ტალღა ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას ძალიან მარტივად საზღვრები ჩავკეტოთ. საზღვრები ჩაკეტვა ასეთი მარტივი არ არის. რამდენიმე მიზეზის გამო, ერთ-ერთი არის მაგალითად ძალიან ბანალურ რაღაცას გეტყვით,
ესენი ცდილობენ და აკეთებენ DDD-ს მაქსიმუმ ასე ვთქვათ უზრუნველყოფას იმისთვის, რათა რუსთაველზე ბავშვების ზემონ გალახონ სისხლო დაუსისხლიან თავპირი, მაგრამ საზღვარზე არავინ არ ფიქრობს და არის მონაკვეთები, სადაც 7 კილომეტრზე ერთი მესაზღვრე ყავს და როგორ გინდა ახლა საზღვარი დააკონტროლო, როგორ უნდა ჩაკეტოს საზღვარი ფიზიკურად თუ მოგადგება 100,000-ობით ადამიანი და მათ შორის ბევრი იქნება ქალი, ბავშვი და ჰუმანიტარული მოსაზრებებითაც რას იზამს ავტომატიზმს შრიმ ხალხს, ამიტომ სახელმწიფო მომზადებული გეგმით უნდა ხდებოდეს ასეთ ამბებს, მაგრამ ამათ ესეთი რაღაცები არ აინტერესებთ, ესენი საფრთხეს ხედავენ ქვეყნის შიგნით, საფრთხეს ხედავენ რუსთაველზე გამოსულ საპროტესტო მოქალაქეებში და არა იმაში, რომ გარედან მოდის რეალურად ნებისმიერი ქვეყნის საფრთხე, ხოლო ქვეყნის შიგნით რაც ვითარდება, ის არის პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს და უნდა მისცე ადამიანებს საკუთარი იდეა გამოხატვის თავისუფლება ერთი და მისცე არჩევანის გაკეთების თავისუფლება და ეს როცა ყველაფერი მოშლილი არის, მათ შორის მოშლილი არის უსაფრთხოების საბჭომ მთლიანად, ფაქტიურად უფუნქციოდ არის დარჩენილი საქართველოში ინსტიტუტები და აი ასეთ სიტუაციებში მოუმზადებელია ქვეყანა სამწუხაროდ, იმიტომ რომ ვერავინ ერთ დღეში ვერ დადებს გეგმას ვერ დადებს თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფოს ამა თუ იმ უწყებამ კონკრეტულ სიტუაციაში. არადა ეს და მსგავსი პროცესები რეგიონში რომ ხდება და მოსალოდნელი იყო, ამას გეტყვით ყველა, ვინც მეტნაკლებად უსაფრთხოების სფეროზე მუშაობს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ოცნებას ეს ხალხი არ მიაჩნია სანდოდ, იმიტომ რომ თავისი მოსაზრება აქვთ ხოლმე ყოველთვის, ну მათ ას არავინ არ ითვალისწინებს ამ შემთხვევაში. აი ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელშიც გვიწევს მაშინ, როდესაც სახელმწიფო მიტაცებულია. მადლობა ბატონო ზურაბ, ძალიან დიდი მადლობა. ანალიტიკოს ზურაბ ბატიაშვილს უსმენდით, ანდრო გოცირიძე, უსაფრთხოების სპეციალისტი შემოგვიერთდა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. საინტერესო ბატონ ზურაბს თუ ითანხმებით, რომ პროგნოზი ახლო აღმოსავლეთში აი ესეთი მოვლენების ესკალაციისა, რომ დასაშვები იყო, ხა ამას ყველა ვიზიარებთ, უბრალოდ ეთანხმებით თუ არა იმას, რომ აი ამ ძალიან მასშტაბურ სამხედრო ესკალაციას და მასშტაბურ რისკებს ახლო აღმოსავლეთში და შესაბამისად გავლენას რეგიონში საქართველოს ხვდება ძალიან მოუმზადებელი. მოგესალმებით, ვეთანხმები ბუნებრივია, იმიტომ რომ ხო პროგნოზირებადი იყო და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ სახელმწიფოები ამგვარ გადაწყვეტილებამდე, როგორც კი ისრაელმა მოახერხა ჰეზბოლას და ჰამასის საბრძოლო პოტენციალის განეიტრალება, ბუნებრივი იყო, რომ შემდეგი სამიზნე იქნებოდა ირანი, იმიტომ რომ ბირთვული პროგრამა არის ისრაელისთვის ეგზისტენციური საფრთხე. პირდაპირ დეკლარირებულად ირანი ცდილობს ისრაელი როგორც სახელმწიფო გააუქმოს, ამიტომ ბუნებრივია ეს იქნებოდა დღეს თუ არა ხვალ მოხდებოდა, აქ ალბათ უფრო მოკავშირეებს შორის მოლაპარაკებაზე იყო დრო დამოკიდებული. და საქართველოსაც შეეხება ხო კონკრეტულად, როდესაც უსაფრთხოების სისტემა არ მუშაობს და უსაფრთხოების სისტემა გადართულია მხოლოდ სხვაგვარად მოაზროვნეთა გასანეიტრალებლად, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გასანეიტრალებლად, ცხადია ის ძირითადი და მნიშვნელოვანი რისკები, საფრთხეები გვხვდება შეფასების გარეშე და შემდგომ კიდევ იმ დროს, როდესაც პარტნიორებთან უსაფრთხოების სექტორში მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდა, გარკვეულ ნაწილს ეს პარტნიორების მოწოდებული ინფორმაცია ფარავდა და ამ მხრივ საქართველოს ასეთი ძიმე საფრთხე არ მოდი რა ჩამოვაყალიბოთ. აი რა რისკები არის რეალისტური საქართველოსთვის ისრაელი ირანის აი ასეთი მასირებული დაპირისპირების ფონზე უკან დახევას რომ არ აპირებს ნეთანიაჰუს განცხადებიდანაც ჩანს, რომელიც ამბობს რომ აიათოლა ალი ჰამეინის ლიკვიდაციასაც არ გამორიცხავს, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ მათ ჰქონდათ გადაწყვეტილი და თითქოს ტრამპმა დაადო ვეტო ამ საკითხს, თუმცა ნეთანიაჰუ პირდაპირ ამბობს, რომ აპირებენ მის განადგურებას და შესაბამისად ამითაც რეჟიმის ცვლილების ხელის შეწყობას. აი კონკრეტულად ჩამოვაყალიბოთ რა რისკები არსებობს საქართველოსთვის და შესაბამისად რით შეგვიძლია ამ რისკებისგან ან დაცვა, ან
რაღაცნაირად შემცირება რისკების ზეგავლენის. ბატონო, როდესაც რეგიონში ამ მასშტაბის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, არის რისკების მთელი წყება დაწყებული სამხედრო რისკებიდან, მიგრაციული, დემოგრაფიული, ეკოლოგიური და ასე შემდეგ. სამხედრო გულისხმობს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ არც ისრაელს და არც ირანს საქართველოსთან პირდაპირ საზღვარი არ აქვს, ამ მასშტაბის ომმა შესაძლოა საქართველოშიც გამოიწვიოს გარკვეული დაპირისპირება. ეხლა მაღალი რისკია, დაბალი ინტენსივობის რისკია, ამისთვის ის უწყებები არსებობენ, რომლებსაც აქვთ როგორც ღია, ასევე დახურულ ინფორმაციაზე წვდომა და ამიტომ ესეთ სტუდიურ სიტუაციაში ამის შეფასება ცოტა ჭირს ხოლმე, თუმცა სწორედ იქეთკენ მივდივართ, რომ ამისთვის უნდა არსებობდეს კოლეგიალური ორგანო, კოლეგიალური უწყება, ეს არის უსაფრთხოების საბჭო, რომელიც ახლა ისეა ნიველირებული, მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა, იქ დასაქმებული ადამიანების მიმართ, ზოგიერთ მათგანს ვიცნობ, ზოგთან მეგობრობდი კიდევაც და მეგობრობ, ახლა უბრალოდ შეხება არ გვაქვს პროფესიული კუთხით. ცხადია, რომ არც ერთ საჭირბოროტო საკითხზე ეს უწყება არ შეკრებილა და საკუთარი აზრი არ დაუფიქსირებია. ეკოლოგიური, იგივე ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით, მე არ მინდა სპეკულაციები. მე როგორც გავიგე ამ საკითხთან დაკავშირებით, ხომ ბირთვულ საფრთხესთან დაკავშირებით აზერბაიჯანის მონიტორინგის სისტემის იმედა თუ არ, იმიტომ რომ სანამ ჩვენამდე მოვა აზერბაიჯანი და აზერბაიჯანსაც აქვს, სომხეთსაც აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა გქონდეს შესაბამისი რეაგირების სქემა, ხო, შესაბამისი, ასე ვთქვათ, როგორ იქცევი ასე დროს. კიდევ მეორე, ბირთვული საფრთხე შესაძლოა არ იყოს მაღალი ინტენსივობის, იმიტომ რომ იქ ასეთი მდგომარეობა არ არის, რომ ახლა აიგივებენ ჩერნობილთან, აიგივებენ რეაქტორებთან ფუნდამენტალურად განსხვავებული რაღაცეები ახლა ბირთვული ფიზიკის სახსნაში. როდესაც ჩვენ გვესმის ძალიან ისეთ ყოფით ენაზე ვიტყვი ახლა როდესაც ექსპერტი საუბრობდა რომ რამდენიმე ტონიანი ბომბები სჭირდება რომელიც ამერიკას აქვს ისრაელს იმისათვის რომ მთლიანად გაანადგუროს ირანის ბირთვული შესაძლებლობები. ახლა მე წარმოვიდგინე რომ რაღაცნაირად მოხდა ხომ პარტნიორობით მიეცა შესაძლებლობა ირანის ბირთვულ ურანის გამამდიდრებლებზე არ ვიცი ქარხანა ქვია ამას თუ სადგური ამ ბომბების მოყრის, ანუ ხომ არსებობს რისკი, რომ ურანი 235-ის ნაწილაკები გაიფრქვეს ატმოსფეროში და არ ვიცი საქართველომდეს მოაღწიოს. ბევრი პარამეტრია, მოკლედ რომ ვთქვათ, ირანში ამჟამად არ არის იმ დონეზე გამდიდრებული ურანი, როგორც ვთქვათ, რომელიც შეიძლება ბირთვულ კატასტროფას იწვევდეს რეგიონში. თუმცა ამ მასშტაბის საბრძოლო მოქმედებებს არა მარტო ბირთვული თვალსაზრისით, ეკოლოგიური ზემოქმედება გარემოზე ახლავს ყველა შემთხვევაში და სახელმწიფო მრავალი ტიპის კრიზისისთვის უნდა იყოს მზად ასე დროს. შესაძლოა სახელმწიფო ამისთვის მზად არის კიდევაც, მაგრამ ამაზე მოსახლეობას აბსოლუტურად არანაირი ინფორმაცია არ აქვს. შემდგომი არის მიგრაციული ტალღები, ხო? მიგრაციულია ეს ნაკადები, რომელიც შეიძლება წარმოშვას ლტოლვილების აი ამ საკითხმა. შემდგომი არის იგივე ირანის დაშლის პირობებში თუ აქამდე საქმე მივიდა, ხო, ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების პირობებში პოლიტიკური რისკები, როგორ იმოქმედებენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, ჩვენი უშუალო მოკავშირეები და რეგიონში სხვადასხვა ძალის აქტორები, აზერბაიჯანი, აზერბაიჯანის მოსახლეობაზე მეტი აზერბაიჯანელი ჩრდილოეთ ირანში ცხოვრობს, ხო? და იქ საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებია თურქეთი როგორ იმოქმედებს, საქართველოს რა პოზიცია უნდა დაიჭიროს პარტნიორებთან ერთად თუ პარტნიორების გარეშე და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან ბევრია რისკები, ეს ყველაფერი მოითხოვს სერიოზულ შეფასებას კოლეგიალური სათათბირო ორგანოს მიერ. საქართველოში სათათბირო ორგანოების როლი ტრადიციულად და ახლა ყველაზე მეტად განსაკუთრებით არის ძალიან დაბალ დონეზე დაყვანილი და ისინი ფაქტიურად ფორმალობას წარმოადგენენ, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ იქ უნდა მუშავდებოდეს როგორც კრიზისებზე რეაგირების გეგმა, მანამდე რისკების შეფასება და ამ რისკებზე გარკვეული სახელმწიფოს პასუხი. სხვა შორის აი დღეს მიყვებოდნენ, რომ ირანის მოქალაქეები და არა მხოლოდ ახლა აი პარასკევის შემდეგ, რაც მასირებული ეს სარეკეტო შეტევები დაიწყო, მანამდეც ირანის მოქალაქეები დაინტერესებული არიან საქართველოში უძრავი ქონების შეძენით და სხვა შორის დისტანციურადაც კი ყიდულობენ, ანუ რეალურად უძრავი ქონება ნანახი არ აქვთ.
ისი ახდენენ მის შეძენას. ასეთ ვითარებაში ძალიან მაინტერესებს მე პირადად როგორც ამ ქვეყნის ერთ მოქალაქეს მიგრაციული რისკების მართვის ბერკეტები არსებობს, ეფექტური მართვა იგულისხმება, რა თქმა უნდა. არ ვფიქრობ, რომ არსებობდეს, შესაბამისი ნების პირობებში შეიძლება რაღაც ბერკეტების გამოძებნა, თუმცა თუ დავაკვირდებით, როგორ იმართა რუსული მიგრაციული ნაკადები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მაინც და მაინც სახარბიელო მდგომარეობა ამ წუთას არ გვაქვს. არ მინდა ვთქვა, რომ ანუ მოგვიწევს ჩვენ ირანელი დევნილების მიღება დაახლოებით ირანთან რუსეთისგან განსხვავებით არ გვაქვს საერთო საზღვარი და დიდი ნაკადი არ იქნება, მანდ უფრო მნიშვნელოვანია ის, რასაც თქვენ ბრძანებთ, ანუ ქონების შეძენა, იმიტომ რომ საქართველო ირანისთვის, ირანის მოქალაქეებისთვის ერთგვარი ოაზისია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დემოკრატიასთან პრობლემები გვაქვს და სერიოზული პრობლემები გვაქვს, ირანისთვის სამოთხეა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რას გაურბიან იქედან ადამიანები, გაურბოდნენ რეჟიმის გაუგონარ სისასტიკეს, ახლა ამ რეჟიმის სისასტიკეს ემატება კიდე ესე იგი გარეძალა ისრაელის დაბომბვა და პლუს რეჟიმი შენარჩუნების მიზნით კიდევ უფრო გამკაცრდება, იმიტომ რომ სხვა გზა ამგვარ რეჟიმებს არ აქვს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ეს რამდენიმე დღე შოქშია და გარკვეულ კოლაფსს განიცდის, მაინც ეცდება, რომ ჭანჭიკებს გადაუჭიროს, იმიტომ რომ შეინარჩუნოს, სხვა საშუალება მათ არ აქვს. ხამენეის ლიკვიდაცია მოხდება, არ მოხდება, პრინციპში იქ მაინც არის ის რეაქციული ძალა დარჩენილი, რომელიც მეტნაკლებად სიტუაციას გააკონტროლებს და არ ვიცი, თუ დიდი არეულობა დაიწყო, თქვა თუნდაც ირანის შიგნით ან გრებავთ ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, გავლენა ექნება, იმიტომ რომ რეგიონია და ბუნებრივია ამ რეგიონში მიმდინარე ამ ხელა მასშტაბის მოვლენას საქართველოსთვის გავლენა ექნება, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით. ეკონომიკურიც ექნება, ახლა ამიტომ არ ღირს ხოლმე ამ ტიპის სახელმწიფოებთან ეკონომიკის ინტეგრაცია, იმიტომ რომ ყოველთვის შემდგომ ძალიან მყიფეა ეს კავშირები და შემდგომ ყოველთვის პრობლემატურია ხოლმე იქედან უკან გამოსვლა. ფაქტია, რომ იქ მიმდინარეობს პროცესი, რომელიც 2-3 დღეში არ დასრულდება. მოლაპარაკებები დიპლომატიის იმედიც აღარ არსებობს, იმიტომ რომ აი პარასკევის შემდეგ ჯერ კიდევ თითქოს ნაკლებად, მაგრამ გამოსჭიოდა მოწოდებები, რომ ისემ რაღაცა დიპლომატიური მოლაპარაკების ჩარჩოში დაბრუნდეს პროცესი, თუმცა რასაც დიპლომატიას ყოველთვის თან ახლავს ხოლმე ძალისმიერი მოქმედებები, იმიტომ რომ ირანს ახლა თუ აიძულებ ბირთვულ პროგრამაზე ხელი აიღოს, თორე ხა ნებით მას სამი სურვილი რომ ქონოდა ამდენი ხნის მანძილზე 10 წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები. ამიტომ დიპლომატია, მან საბრძოლო დიპლომატია, სამხედრო დიპლომატია უფრო მეტად იქნება და სამხედრო მოქმედებების ფონზე. მით უმეტეს, რომ ისრაელს ახლა საუკეთესო დრო უდგას იმისთვის, რომ ირანის პრობლემა, ეს ბირთვული პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს, კიდევ მეორე. წინააღმდეგობის რესურსით ძალიან შემცირებულია ირანის, ვერ მოახერხებდა ისრაელი ამის გაკეთებას, სანამ ჰეზბოლას და ჰამას შესაბამისი სამხედრო პოტენციალი ჰქონდა. ამიტომ 2 წელია ისრაელმა მოანდომა ამის წყობრიდან გამოყვანას და ახლა ირანზე, როგორც ხედავთ, ჰაერზეც სრული ბატონობა აქვს, სრული კონტროლი დამყარებული, ისე რომ თეირანამდე პრობლემის გარეშე აღწევენ მისი გამანადგურებლები და საფრენი აპარატები. შესაბამისად, ამაზე კარგი შესაძლებლობა ისრაელს არ ექნება და ისრაელის ხელისუფლება რას და ამ სამხედრო და სადაზვერვო ინფორმაციის დაფასებას ჯერჯერობით ამის დემონსტრირებას ახდენს. ხო, დონალდ ტრამპის, იმიტომ რომ არის მოლოდინი, ხო, რა როლი ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაიზრდება თუ არა მისი როლი აი ამ დაპირისპირებაში, ირანი ამ ომს ვერ იგებს, მათ საუბარი სურთ, მაგრამ ეს ადრე უნდა გაეკეთებინათო. ფაქტობრივად ტრამპაც წყალი გადაუწურა ყველანაირ, ასე ვთქვათ, დიპლომატიას ამ სამხედრო კონფლიქტში. იქ დიპლომატიის დრო არ არის, ერთადერთი თუ მოლაპარაკების მაგიდასთან იძულება მოხდება, იცით, ამ ტიპის საჰაერო ბატონობას, როგორც წესი, ქვეყნის კაპიტულაცია მოსდევს ხოლმე, იმიტომ რომ დღევანდელ საბრძოლო მოქმედებებში ჰაერი ძალიან ბევრს ნიშნავს და მაშინ, როდესაც ამ ხელა სახელმწიფოს საჰაერო სივრცე ფაქტიურად გამჭვირვალეა მტრის ამ შემთხვევაში ისრაელის საფრენი აპარატებისთვის, ეს ნიშნავს, რომ წარმოუდგენელია სახმელეთო ოპერაცია არც დაიწყება და არც არავის ჭირდება, მაგრამ რეზისტენტულობაც დღითი დღე დაიკლებს.
მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ანდრო გოცირიძეს უსაფრთხოების ექსპერტს უსმენდით. იმედი მაქვს დავაკმაყოფილი ის ინტერესი, რომელიც საზოგადოებაში მართლაც არსებობს ამ საკითხებთან დაკავშირებით და ყოველ შემთხვევაში ოფიციალურ უწყებებს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ თუ რა რისკები არსებობს და რა სამზადისი აქვს ჩვენს ქვეყანას ასეთი შემთხვევებისთვის. ანდრო გოცირიძე უსაფრთხოების ექსპერტი იყო დღეს ჩვენი გადაცემის ბოლოს სტუმარი. სულ ეს იყო ამ დროისთვის. მე ხვალ დაგებრუნდებით პალიტრი ნიუსის ეთერში დღის 13 საათზე ბიზნეს და ეკონომიკის თემებზე ვისაუბრებთ.